მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში. ჩვენ ახლა ბათუმში ვართ, ჭავჭავაძის ქუჩაზე. სადაც საპროტესტო ცდების მონაწილეებმა უკვე შეეჩერეს მოძრაობა. ბათუმის მთავარი შემოსასვლელი გადაკეტილია, როგორც ხედავთ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. ამას თქვენ არავინ არ დაგიწყოთ, განსაკუთრებით არ დაგიწყებთ ახალი თაობის ბათუმელები, რომ ჩვენი ქალაქი და ჩვენი ქვეყანა არ შევარცხნილეთ და ჩვენ არ გავიყიდეთ და არ შევშინდით. კიდევ ერთხელ საქართველოს გაუმართ! გაუმართ! ეს აკადემიური ერთ-ერთი ორგანიზატორი და აქტივისტი, ასევე პოლიტიკური პარტიის საქართველოსთვის წარმომადგენელი, მიმართავს ახლა აქციის შეკრებილ ადამიანებს. დღეს აი ესეთი ფორმა მოიფიქრეს აქციის მონაწილეებმა, რომ გადაეკეთათ ბათუმის ერასმოეტრიდან გვიერთდება ხალხი. შემოსავლელი ჭავჭავაძის ქუჩა. დავამხნევოთ, ჩვენი ხმა გავაგონოთ მათ და შემდეგ გავაგზავნოთ ჩვენი ხმა. და კათოლიკარის კაცებსნივა როგორც ერთგვარი კითხვა ჯარისკაცმა. გუში ჩემმა ქვეყნის მაღლებს აქციაზე. ოფიცო და ჯარისკაცებს დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი. მე ვაფიქსირებ ჩემას. ჩვენ ყველა ჯარისკაცებმა როცა ქვეყნის წინაშე ფიცი დავდეთ, ფიცი დავდეთ რომ ვსახურობ საქართველოს და არა რომელიმე პარტიას, რომელიმე ოლიგარქს. ჩვენ ვსახურები საქართველოს. სწორედ ჩემო მეგობარო ჯარისკაცებო, დავფიქსირეთ თქვენი აზრი. გადაგივწერთ მხარეს ანტუ ხალიძის, გელაჯენიას, ვინიაშვილის საჯეთებისანი საქართველოში განსაკუთრებით მოხდება. გაუმართლოთ საქართველოს. საქართველოს გაუმართლოთ. მეგობრებო, თუ იმეს გაგზურვილი მოგჭანდით, აი ეს მიკროფონი თავისუფალია ყველა ქართველს, თითოეულ თქვენსაგანს შეგიძლიათ მოხვიდეთ და თქვენი გულის ტკივილი გამოხატოთ. როგორც ხედავთ, საკმაოდ ბევრი ადამიანი აქვს უკვე შეკრებილი ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩის დასაწყისში, უკვე გადაიკეტა გზა და შეიზღუდა უკვე მოძრაობა. საპროტესტო ცდების მონაწილეები, როგორც წინა დღეებში, დღესაც ამბობენ იმას, რომ ვერ წაართვევა საქართველოს ევროპულ მომავალს და ისინი ითხოვენ ხელახლა არჩევნების ჩატარებას. ეხლა მიმდინარეობს ბრძოლა ქართველ ხალხსა და ეგრეთ წოდებულებს შორის. მალე უნდა დავამთავროთ ესენი. არ არის ეხლა საუბრის, არ არის ბიტონის სიტყვების დრო, არის მოქმედებების დრო. ყველგან უნდა შევაწუხოთ, იმ დონემდე უნდა დავღალოთ, ისეთი ქმედებები უნდა განვახორციელოთ, რომელიც საიდუმლო სიტუაციაში აიძულებს დალევებას ამ რუსულ რეჟიმს. ამიტომ გარდა დღევანდელი აქტივობისა, ვიცოდეთ, რომ ჩვენი გამარჯვების ხაზი გადის არდაღლაზე. არდაღლა პრინციპულობა. მერწონეთ, რომ ძალიან მალე ვიზეიმებთ საერთო ეროვნულ გამარჯვებას. გულისხმობთ გზავნილებს ბათუმის საპროტესტო აქციიდან, ვინც ახლა შემოვიდა ბათუმელების პირდაპირ ეთერს, მე გეტყვით, რომ ჩვენ ახლა ბათუმში ვართ, ჭავჭავაძის ქუჩაზე, სადაც გრძელდება საპროტესტო აქცია. აქციაში შეკრებილი ადამიანები ითხოვენ ხელახლა არჩევნების ჩატარებას და ისინი აპროტესტებენ არჩევნების გამარჯვებას. დღეს მოიფიქრეს აქციის მონაწილეებმა საპროტესტო მსვლელობა ბათუმის ქუჩებში, მათ გადაკეტეს ჭავჭავაძის გამზირი, შემდეგ ისინი შეჩერდნენ, გარკვეული პაუზა გააკეთეს და გარკვეული განცხადებები გააკეთეს აი აქ ჭავჭავაძის ქუჩაზე, ჭავჭავაძის დასაწყისში და ახლა ისინი განაგრძობენ ამ მსვლელობას საბაგიროს მიმართულებით. არის მისცემის მანაგაბრებო! საქართველოს გაუმართ! 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 მოგესალმებით, რა არის თქვენი გზავნილი დღეს ამ აქციიდან? კარგი.
თქვენი გზავნილი გითხარით ამ აქციიდან. მოშორდეს ქართული ოცნება ხელისუფლებას. რატომ? რატომ და ისინი გვიზღუდავენ იმ თავისუფლებას, ისინი გვიზღუდავენ იმ ქართულ სულისკვეთებას, რაც ჩვენმა წინაპრებმა დღემდე მოგვიტანეს და ისი გაგრძელებას ჩვენ გვავალია და გვინდა და ეს სისხლი გვიჩქებს ამისთვის და აი ამათ ეს რუსული ხელისუფლება აი ამას გვიზღუდავს ზუსტად აი ამ თავისუფლებას აი იმ წინაპრებს ფეხს აბიჯებს და აი ამის გამო გავარ დღეს აქ რა დასტურებს რომ ქართული ოცნება არის რუსული და რუსეთის საქმეს აკეთებს. ყველაზე სამარცხვინო პირველი ის ფაქტი რომ აი ჯერ როგორ არ წხვენიათ ილიას ქვეყნიდან, ვაჟას ქვეყნიდან რომ თავიანთ ნაწარმოებებს იღებენ საგამოცდო პროგრამიდან როცა ამოიღებს რომ იღებენ ამ ნაწარმოებებს. ვიგო ბედნიერიერი თქვა ილია ჭავჭავაძის. რა თქმა უნდა და თუნდაც განდეგილი და სადაც აი მთელი ფილოსოფია და მთელი მართლაც რომ ქართული სულის გამოძახილია ხო აი ეს ყველაფერი როგორ შეიძლება რომ აი ამ დონემდე მიიყვანო და ესე დაცინო შენს ქვეყანას, ესე დაცინო შენს ხალხს ესე ფეხბურთი გათელო ის მომავალი რაც ჩვენ გვინდა რომ რეალურად შევქმნათ რა ეს არის სრული მარაზმი ეს არის აი არ ვიცი რა სიტყვებით ვიწოდო რა სიტყვები მოვიშველიო ეს არის სრული მარაზმი ეს არის არ ვიცი თავისუფლების თავის მოჭრა არის ეს დიდი მადლობა თქვენი სახელი გიორგი მადლობა კაბოტანო თქვენ მინდა რომ გაგესაუბროთ ბათუმელების პირდაპირ ეთერში ვარ რატომ არის მნიშვნელოვანი ახლა პროტესტის გამოხატვა თქვენ გიხარით რატომ? თან ვიაროთ. რატომ არის აუცილებელი? ძალიან მოკლედ გითხარით, რატომ არის აუცილებელი დღეს აქციაზე გამოსვლა? მე ვარ 65 წლის ქალი და 30 წელია აქციაზე გავხდა. ჩვენ შვილებისთვის ავდიო. ეს შვილების თავისუფლების საბოლოოს ამ ქვეყანამ რა დააშალა იმისგან რომ არ გვერდისა არ გასა ნორმალური ცხოვრება და ეხლა როდესაც არ ამოიწია ეს საგვიხურებს და მიგვატრევენ რუსეთში არასდროს არ გავრუსტები ჩვენ ქართველები ვართ და ვიქნებით ქართველი ეს ადამიანი ანუ ხედავთ პირდაპირ ამ საფრთხეს რომ შეიძლება გავრუსტეთ ანუ გარუსების საფრთხე ველდება ეხლა საქართველოს საფრთხე კი არა უკრებათ თითქმის თუ არ ვიბრძოლეთ არაფერი არ ანუ სად ვართ ეხლა ჩვენ რა ეტაპზეა ქვეყანა უნდა ვიბრძოლოთ უნდა დასაბრუნებელი ჩვენ სამშობლოს ვართ დასაბრუნებელი დიდი მადლობა თქვენ რომ გამოხატეთ თქვენი პოზიცია ასეთია მოქალაქეების შემართება და პოზიცია ამ აქციაზე მოდი ირაკლი გობაძეს გავისაუბროთ კიდევ ერთ მოქალაქეს აქტივისტს ირაკლი მოგესალმებით დღეს რაც მოისმინეთ ალბათ ნახეთ ირაკლი გობახიძის ქართული ოცნების ასე ვთქვათ პრემიერის ხო იმიტომ რომ რთულია ვთქვათ რომ ის პრემიერ-მინისტრია რუსული ოცნების გასკითხვის ნიშნის ქვეშ მართალი ვიქნებით საზოგადოებასთან რა ჩანდა მისი გზავნილებიდან ირაკლი გობახიძის განმარტებიდან თქვენ რა დაინახეთ მე ის დავინახე და მე ვფიქრობ რომ საზოგადოების დიდი ნაწილი იგივეს ხედავს რომ რუსულმა ოცნებამ როგორც იქნა ის ფარული რუსული უნებები ესე რომ ვთქვათ გაგვიმჟღავნა ის რამოდენიმე წლის დაგროვილი და შეყვარებულები როგორც ერთმანეთს არ უნდა დააცილო ისე არ უნდა დავაცილოთ ესე რომ ვთქვათ პუტინის პოლიტიკა და ყობახიძის პოლიტიკა ამიტომ ჩვენ შეგვიძლია რომ ყობახიძე გაუშვათ სიბირში გაათმობენ ერთმანეთს ეხლა ზამთარიათ შესწირდებათ და ჩვენ შეგვიძლია საქართველოს გავიყვანოთ იქ სადაც საქართველოს დიდი ხნის წინ უნდა ყოფილიყო. როგორი წარმოდგენა აქვს ყობახიძეს საზოგადოებაზე, როცა ის ამბობს რომ ვაგრძელებ ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესს. ყობახიძეს არაფერი წარმოდგენა არ აქვს და ვერ შექნება, იმიტომ რომ ყობახიძე ერთ-ერთი თოჯინა არის, რომელიც რა თამაშს თამაშობს თვითონაც ვერ ხვდება. მე ვფიქრობ რომ თვითონაც ვერ ხვდება რა როგორ თამაში ჩაითრია ის ესე რომ ვთქვათ იმ ბნელმა პოლიტიკამ რომელიც რუსეთიდან მომდინარეობს. ჩვენთან მაგრამ სამწუხარო ის არის რომ ის ჩვენი ქართველია ჩვენი საქართველოს მოქალაქეა რამოდენიმე წელი პრემიერ-მინისტრი იყო და პრემიერ-მინისტრი როცა ეგეთ განცხადებას პრემიერ-მინისტრი პირველ რიგში თუნდაც ეგრეთ წოდებული საზოგადოების განწყობებს უნდა უსვენდეს მაგრამ დღეს ჩვენ რასაც ხედავთ რუსულ კგბ-ს განწყობებს უსვენს. ანუ ეს მართავს რუსული კგბ მუშაობს ახლა და ისევ ამ სპეცოპერაციის ნაწილი ვარ. მე ესე ვფიქრობ და საზოგადოების დიდი ნაწილი ვფიქრობ რომ იგივეს ვფიქრობ.
მეტი სხვა ესე რომ ვთქვათ შეფასებები ჩვენ არ დაგვიტოვა არსებულმა არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ. რა შემთხვევაში ვერ იმუშავებს ეს რუსული სპეცოპერაცია, რუსული კგბ, რომელიც საკმაოდ ძლიერი საზოგადოების დიდი პროტესტია. ეხლა ჩვენ ხშირად ვაკრიტიკებთ დაუშვათ დასავლეთს, საგარეო პოლიტიკას, მაგრამ ჩვენც ხო უნდა გავაკეთოთ რაღაც. ხო ჩვენ მოქალაქეებმა. რა თქმა უნდა, ეხლა ჩვენ სახში დაუშვათ ფეხები დავიწყოთ და ამერიკამ გაგვიკეთოს ესე ყველაფერი ეგრე სად არის, ხო? ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას რა. ჩვენს გასაკეთებას ვერც ერთი სხვა ქვეყანა ვერ ჩვენ დახმარება გვესაჭიროება რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენც უნდა გავაკეთოთ შესაბამისი ესე რომ ვთქვათ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი. მაგრამ მოქალაქეებმა მიიწვიოს ახლა თავისი ძალის, რას ეტყობთ თანამოქალაქეებს? რა ფორმით შეიძლება ამან გამოიღოს შედეგი პროტესტი? ახალგაზრდა თაობამ უნდა იბრძოლოს თავისი უკეთესი მომავალისთვის და მშობლებმა უნდა იბრძოლონ იმისა, რასაც თვითონ შეხვდნენ, ის თავის შვილებმა არ მიიღონ. მადლობა, დიდი მადლობა. ირაკლის ეს ირაკლი გობაძე იყო ამ საპროტესტო აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე და მოქალაქე. გრძელდება საპროტესტო აქცია ბათუმში, როგორც თქვენ ხედავთ. დღეს მოეწყო საპროტესტო მსვლელობა, რომელიც ამ წუთებში გრძელდება ჭავჭავაძის გამზირზე. საპროტესტო აქციის მონაწილეები მიდიან საბაგიროს მიმართულებით და ისინი აპირებენ, რომ პროტესტის ნიშნად გადაკეტონ ბათუმის ცენტრალური შემოსასვლელი. გუშინაც გაიმართა საკმაოდ სპონტანურად საპროტესტო აქცია მას შემდეგ, რაც გაცხადდა, ასე ვთქვათ, ირაკლი კობახიძის ნათქვამი, როცა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ საქართველოს შეეჩერა გადაავადა 2028 წლამდე ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები და ეს საკითხი მან თქვა, რომ აღარ განიხილება 2028 წლამდე. ეს განცხადება აღმოჩნდა უფრო ფართო მასშტაბიანი პროტესტის საფუძველი, როგორც თქვენ ხედავთ. და საქართველოს რამდენიმე ქალაქში იმართება ერთდროულად ეს საპროტესტო აქციები, მათ შორის ბათუმში. აქციის მონაწილეები ისევ აპროტესტებენ იმას, რომ არჩევნების შედეგები გაყალბდა, რომ ქართული ოცნება ეხლა რასაც აკეთებს, ეს არის კონსტიტუციური გადატრიალება ქვეყანაში და ამგვარია ასეთივე კონსტიტუციონალისტების, სამოქალაქო ორგანიზაციების და ექსპერტების შეფასება, რომ ანტიკონსტიტუციურია ის პარლამენტი, რომელსაც პირველი ცდომა ჩაატარა, ასევე დაამტკიცა მთავრობის შემადგენლობა და პრემიერად ისევ გაამტკიცა ირაკლი კობახიძე. და მათ სპეციალისტები განმარტავენ, რომ ეს არის ანტიკონსტიტუციური ეს ხელისუფლება და მას არ შეეძლო იგივე პარლამენტს არ შეეძლო უფლებამოსილების ცნობა სხვა დეპუტატებისთვის, როცა არჩევნების კონსტიტუციური არის გასაჩივრებული საკონსტიტუციო სასამართლოში. თუმცა ამის მიუხედავად პარლამენტი მაინც შეიკრიბა და დაამტკიცა მთავრობის შემადგენლობას. ბუნებრივია, არჩევნების ლეგიტიმურობა არის სადაო და მას არ ცნობენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ საერთაშორისო აქტორები. ჩვენ ნახეთ გუშინ ევროპარლამენტის რეზოლუცია, როცა მათ ასევე თქვეს, რომ რეზოლუციის ნიშნები არსებობს არჩევნების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით და მათ მოითხოვეს ასევე არჩევნების ხელახლა ჩატარება საქართველოში. ბათუმელ მაგარ ხალხს უნდა შემოუერთდეთ ყველა. იმიტომ რომ ახლა დროა, იმის რომ გადავასწროთ ჩვენი ქვეყანა. ეს არის ვაჟკაცობა, გამბედაობა, მეგობრებო, ყველა უნდა შეუერთდეთ ამ დიდებულ ადამიანებს, რომლებიც თქვენთვისაც იმწვიან, იმ ხალხისთვისაც იმწვიან, ვინც ფულზე გაცვალა ჩვენი მომავალი და ხმა გაყიდა, იმ ხალხისთვისაც იმწვიან, ვინც თბილისში დღეს გვარბევს ჩვენაირ ახალგაზრდებს ცემენ, ჩართეთ ტელევიზორები, როგორც გახართ მშვიდად, შემოგვიერთდით და იბრძოლეთ ჩვენთან ერთად, იბრძოლეთ ჩვენთვის, ახალგაზრდებისთვის და არა რომელიმე კონკრეტული პირებისთვის, საკუთარი თავისთვის უნდა იბრძოლოთ. თქვენი ვალია ეს, გელოდებით, გარში დაუკრათ მეგობრებო, ყველას გვაქვს სახლი, ყველას გვეოდება ოჯახი
ყველას გვინდა რომ თბილად ვიწვეთ საკუთარ საწოლებში, მაგრამ ეს არ გამოგვივა რუსეთში. ყველას გამოგვიერთდი. დავედით მარცხანის ხიდთან ქალაქის შემოსასვლელის ორივე ნაწილი გადავკეტოთ. ეს თემურ გორგაძეა, პოლიტიკური მოძრაობა გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, ის ახლა მიმართავდა საპროტესტო აქციის მონაწილეებს, რომ ჩავიდნენ მარცხანის ხიდთან, სადაც შესაძლებელი იქნება ქალაქის შემოსასვლელის გადაკეტვა. თუმცა მას ასევე უთხრეს აქტივისტებმა, რომ მოდიან აქციაზე სხვა მოქალაქეებიც და დავალოდოთ მან. მოგესალმებით, რა გითხრათ, რა არის თქვენი გზავნილი? თქვენ რატომ გამოხვედით დღევანდელ აქციაზე? როგორ? ახალგაზრდებს? ან რაში უცხარებთ მათ სოლიდარობას და მხარდაჭერას? კარგი. მოგესალმებით, ბათუმელების პირდაპირ ეთერში. თუ მოისმინეთ დღევანდელი განცხადებები ხელისუფლების იგივე ირაკლი კობახიძის, მან თქვა, რომ ჩვენ არ შეგვიჩერებია ევროინტეგრაციის პროცესიო. რას ნიშნავდა მისი ეს განცხადებები და რა წარმოდგენა აქვს თქვენი აზრით კობახიძეს და ქართული ოცნების სხვა ლიდერებს ქართულ ხალხზე? ზოგადად კობახიძის განცხადებები მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ჩემთვის არის მიუღებელი. ყველა ის განცხადება, რომელსაც ეს ქვეყანაში სადაც აპირებენ განათლების გარეშე მოიყვანო პრეზიდენტი და დასვან ჩვენს მთავარსარდლად, იქ უკვე საუბარი არის ზედმეტი კანონიერებაზე, სამართალზე და ასე შემდეგ. ყოველთვის მე ვცდილობდი, რომ ყოფილიყავი ახალგაზრდების მხარეს, სტუდენტების მხარეს და ასეც იქნება. მაგრამ ეს მთავრობა არ არის ახალგაზრდების მხარეს. ეს მთავრობა არის უფრო ჩრდილოეთის მხარეს და ამას ამტკიცებენ თავიანთი საქმით და საქციელით. ამას დაამტკიცებენ კიდევაც, თუ ჩვენ ეხა არ გამოვალთ და არ დავამტკიცებთ ჩვენს ნათელ მაგალითს იმისას, თუ როგორი ევროპელები ვართ ჩვენ, ქართველები. ყველას ვთხოვ, რომ გამოვიდნენ შემოგვიერთდნენ. ან დღეს, ან არასდროს. 2028 წლამდე არავის არ უნდა, რომ გაიყინოს ევროკავშირთან პროცესი მოლაპარაკებების, ჩვენი გაწევრიანების შესახებ და ყველანაირი მოქმედება ევროკავშირთან მიმართებაში. ჩვენ გვინდა, რომ ვიყოთ იმ ევროპულ გრანტებზე, მივიღოთ ის განათლება, რასაც ჩვენ ევროპა გვთავაზობს და ევროკავშირი და არ გვინდა ჩვენ ის რუსული არაფერი, რომელიც ჩვენს ქვეყანას საზიანო საქმეს მოუწევს. ან თქვენ პირდაპირ ხედავთ ამ საფრთხეს ქვეყნისას, რომ ეხლა გადადის ქვეყანა ჩრდილოეთის რელსებზე, ამ რუსეთის ორბიტაზე? იმიტომ რომ დუგინმა ეროვნება არის. შეაქო კობახიძე ჩვენი პრემიერ-მინისტრი, რომელიც როდესაც წერი შენ გაქებს, მან უნდა მიხდე რომ მათ შეაქო ასევე ქართული ოცნება, ხო პუტინმა, ქართულმა რუსეთის პრეზიდენტმა შეაქო ქართული ოცნება. დიახ, როდესაც შენ გაქებს წერი და როდესაც შენ გახებ, რომ მეავს ოკუპანტი რუსეთის სახით და როდესაც შენ გაქებს, მან უკვე არის ძალიან დიდი შეცდომა დაშვებული და უნდა დაუფიქრდეთ რაღაცებზე და უნდა მივხვდეთ, რომ აქ არის ძალიან დიდი შეცდომა დაშვებული და სად დაუშვით შეცდომა. აი აქ უნდა დაუფიქრდეთ ჩვენ და უნდა გამოვასწოროთ არა მთავრობამ, არამედ ხალხმა, იმიტომ რომ ჩვენ მთავრობა ვიცით რა პროცესს უჭერს და საითიანაც მიდის. დიდი მადლობა. თქვენს რა გითხრათ, რატომ არის დღეს მნიშვნელოვანი პროტესტის გამოხატვა? მოკლედ ეს რეალობა რაც გამდიდეს სამშობლო, ეს ამორალურია. სხვა შემთხვევაში ასლი არ ექნება ცხოვრებას
და ანუ ევროპული სიმწიფე თუ გინდათ რომ რაღაც ასი კონდეს აქეთ ძალიან უკვე დაიძრა მსვლელობის მონაწილეები. ძალიან ირონიულია ჩემთვის ის, რომ მე მჭირდება დიპლომი, რომ სადღაც ნებისმიერ სამსახურში დავიწყო მუშაობა, მაგრამ ადამიანს ქვეყანა რომ მართოს, თურმე დიპლომი არ ჭირდება და საკმარისი მხოლოდ პატრიოტიზმი. ეს ანუ ძალიან სანსიოლოგიური შეტყალი რომ არ იყოს, რა თქმა უნდა. ასე მინდა გითხრათ, თქვენ ახლა ხელში გიჭირავთ ამერიკის დროშა. რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის ამერიკასთან აი სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრობა და ელოდება თუ არა საფრთხე ამ ურთიერთობას? ზოგადად ვფიქრობ, რომ განვითარებულ და პროგრესულ ქვეყნებთან უნდა გქონდეს ურთიერთობა და არა იმ ერთთან, რომელიც გვიწევს საქმეს, რომელიც უკვე დაიძრნენ მსვლელობის მონაწილეები ბარცხანის ხიდისკენ, რომ გადაკეთონ ბათუმის შემოსასვლელი პროტესტის ნიშნად. ისინი ამბობენ, რომ აპროტესტებენ არჩევნების გაყალბებას და ითხოვენ არჩევნების ხელახლა ჩატარებას ქვეყანაში. თქვენ ახლა თვალს ადევნებთ რომ დამსაფრთხეს მსვლელობას. დაიშალონ ვიდრე არ შესრულდება მათი კონკრეტული მოთხოვნები და ეს კონკრეტული მოთხოვნა არის არჩევნების ხელახლა ჩატარება, რადგანაც მათი შეფასებით გაყავდა არჩევნები ქვეყანაში და ასეთივე ასევე ევროპარლამენტის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორობის შეფასებები, როცა მათ მოითხოვეს საერთაშორისო გამოძიება ის გამო რომ დააფიქსირდა საარჩევნო დარღვევები და საერთაშორისო გამოძიება აღარ ქართული უწყება ისე როგორც ართმევდა არჩევნების ხელახლა ჩატარებას. მოგესალმებით, თქვენი გზავნილება გითხრათ ამ აქციაზე. რატომ არის დღეს პროტესტის გამოხატვა მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ ქვეყნის ეროვნული ინტეგრაცია ერბევა და რაც კონსტიტუცია ადამიანმა რომელმაც დაწერა კონსტიტუცია სამწუხაროა რომ თავად არღოს ამ კონსტიტუციის მუხლებს 78 მუხლებს სწორედ ამას გვეუბნება რომ ყველა კონსტიტუციურმა ორგანომ უნდა მიიღოს მონაწილეობა იმაში რომ ქვეყანა მიისწრაფოდეს ევროპული ინტეგრაციისკენ. სამწუხაროდ მივისწრაფით აქეთკენ დღეს ირაკლი კობახიძე ამბობდა არ ვიცი ნახე თუ არა მისი ბრიფინგი, მაგრამ ჩვენ არ გაგვიჩერებია ევროინტეგრაციაო, ჩვენ ამ კურსს გავაგრძელებდო მაინცო, მაგრამ იმიტომ შევაჩერებდო მოლაპარაკების პროცესი, რომ ბევრი ევრობიუროკრატია არსებობს, რომელიც რაღაც განსხვავებული მიზნები აქვს, ის მიუთითებდა მიანიშდა პრინციპში ომთან დაკავშირებით, რომ მას შემდეგ რაც დაიწყო ომი უკრაინაში, ამის შემდეგ კონკრეტული მოწოდებები არსებობს საქართველოსთან მიმართებაშიო და რას ფიქრობთ ამაზე მის დროუნდელ საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიცემდნენ ქართული ოცნების ყველა დეპუტატი ამბობდა რომ ეს სტატუსი იყო არაფრის მომცემი და როდესაც შემდეგ საქართველოს მიიღო კანდიდატის სტატუსი იმ წამსვე დაახლოებით 40 წუთში მოეწყო ღონისძიება და ის პოლიტიკოსები რომლებიც ამბობდნენ რომ ეს კანდიდატის სტატუსი იყო არაფრის მომცემი უცებ აღიქვეს რომ ეს იყო მათი გამარჯვება. სინამდვილეში ეს იყო ქართული ხალხის გამარჯვება, რომელსაც ბოლო 1 წლის განმავლობაში ძალიან კარგად ხედავთ და შესაბამისად ადამიანები რომლებიც წერენ კონსტიტუციას საბოლოო ჯამში გამოდის რომ ისინი არ ყვავენ თავი აღებაზებს. რას ეტყობთ ახლა თანამოქალაქეებს, რატომ არის მნიშვნელოვანი პროტესტის გამოხატვა და აუცილებელი დღეს საპროტესტო აქციაზე დგომა? იმიტომ რომ თავად პრეზიდენტი, რომელიც ქართული ოცნების პარტიას წარმოადგენდა, ის გადმოვიდა ხალხის მხარეს და ეხლა ამ არჩევნების ცდილობენ რომ ადამიანი დასვან პრეზიდენტად, რომელიც უშუალოდ პირდაპირ ქართული ოცნების მიტინგებში ასრულებს. და აქედან გამომდინარე ვფიქრობ, ვინაიდან პრეზიდენტი, პირველი ქალი პრეზიდენტი არის სალომე ზურაბაშვილი ჩვენი და ის ადამიანი, რომელიც დღეს ჩვენს გვერდით დგას, ის უნდა დავაფასოთ. არა მხოლოდ პრეზიდენტის გამო, არამედ ჩვენი ქვეყნის. იმიტომ რომ ევროპა რომ არ იყოს საქართველოში იქნება აი სიშავი. რას გულისხმობთ ან ევროპის გარეშე საფრთხე ემუქრება პირდაპირ ჩვენს დამოუკიდებლობას? რა თქმა უნდა, საფრთხე ემუქრება, ანუ როგორი წარმოსადგენია, როდესაც
ხელისუფლებას მხოლოდ ყავს ერთადერთი ანუ ეს უდრის პირდაპირ სახელმწიფოებრიობის გაქრობა საქართველოს. რა თქმა უნდა, როგორ წარმოგიდგენიათ, როდესაც ჩვენს ხელისუფლებას ხართ მხოლოდ ვლადიმერ პუტინი უწევს და კრემლი და პროპაგანდისტი დუგინი და მე როსხურო წარმოვიდგინოთ რომ იყოს თქვა არ იყოს გარიგებული რუსეთის ხელისუფლებასა და საქართველოს ხელისუფლება და ის არ შესრულეთ მარტო ევროპელი და ამერიკელი მეგობრების გარეშე აგრესორი რუსეთის პირისპირ ხო როგორ დაიცავს ის თავს ამ მეგობრების გარეშე აი ვერანაირი თავდაცვითი ძალავერი გიშველის უბრალოდ ადამიანებს და ახალგაზრდებს მეთომედეს გონია რომ კრემლში ზიან ეს რუსი დეპუტატები და უბრალოდ გადაობენ საქართველოში მიმდინარე პროცესებს თუმცა მათ არიციან რომ ყველაზე დიდი ძალა ხალხშია და ჩვენ გვაქვს ყველაზე მთავარი კონსტიტუცია რომელსაც ურყევად მივყვებით მადლობა დიდი მადლობა თქვენი სახელი მადლობა ვემიერა საკმაოდ ხალხმრავალი საპროტესტო მსვლელობა ეხლა გამოდით არ არის სახში დრომის დრო გამოდის ყველანი რა შეუძლია ეხლა მოქალაქეების სამოქალაქო პროტესტს ყველამ უნდა გამოთქვა საკუთარი ნება ის ნება რომელიც 3 საუკუნის განმავლობაში თანამედროვე მწერლები პოლიტიკოსები იცავდნენ ეხლა უნდა გამოვიდეს ყველა და საკუთარი თავისუფლება უნდა დაიცვას ყველამ ეს არ არის სახუმარო თუ მოქალაქე ფიქრობს რომ მე რა შემიძლია როგორ შევცვლი რა შეიძლება გავაკეთო ერთ ადამიანს შეუძლეს გადაწყვიტოს სამშობლოს ბედი აი ზუსტად მე ერთმა გამოვედი და აი ამდენი გავხდი ხო ერთით მეტი ყოველთვის მეტია უკეთესია გამოდით ყველა ან რაც უფრო ხალხმრავალი იქნება ეს აქციები ამას ექნება შედეგი თქვენ ასე ფიქრობ კი რა თქმა უნდა ეს არ არის მე არა ვარ აი პირველ რიგში დავაფიქსირებ იმას რომ არც ნაცი ვარ არც ხოცი მე ვარ თავისუფალი ადამიანი რომლისთვისაც იბრძოდა ილია ჭავჭავაძე აკაკი წერეთელი თანამედროვე ძვიად გამსახურდია თუნდაც თანამედროვე ჩვენი გმირები ნუ დავასაფლავეთ მეორეჯერ ამ ხალხს გამოდით ხალხო ან თქვენ აღნიშნეთ სამშობლოსთვის ვიბრძვი ანუ ეს ეტაპია ეხლა რომ ეხლა ვიბრძვით სამშობლოსთვის თავად რუსთარ უნდა რუსეთი და ჩვენ რაღაცო მივეხანებით რუსეთში თავად რუსი გამორბის რუსეთიდან რატო მივეხანებით რუსეთში გაახილე თვალი ხალხო ომი გვინდა არ გვინდა ომი საერთოდ არ მინდა ომი მადლობა თქვენი სახელი ნინი მადლობა ხოდახანის შეუძლებლების დაველოდების თქვენ მეგობრებს ელა ვიმოძრავებ ხოდახანის დაუხოცეთ შემდეგ დასწრებებს ინფორმაცია ბათუმის ქუჩებში ეხლა ჩვენ ვართ ბაქოს ქუჩაზე და საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები მიდიან ურეხის ხიდისკენ მათ თქვენს რომ უნდა შეზღუდოთ პროტესტის ნიშნად ბათუმის შემოსასვლელი მოგესალმები რომ გაგესაუბროთ აქვე თქვენ შემოვერთით დღესაც ამ საპროტესტო მსვლელობას ხო? რას ეტყოდით სხვებს ვინც ეხლა პირდაპირ ეთერს ადევნებს თვალს? რატომ არის მნიშვნელოვანი ქართულმა ოცნებამ იათ ვისაც დღემდე გეგონა უშინდელზე გეგონა ისევ მიგრანტი ქართულოცნებას ევროპაში იზამეთრას რომ მოგაწყვეტ და გონია რომ როცა გვაწყვეტენ უნდა გავგზავნოთ როცა გვაძლევით აუცილებელია რომ ეს დავაფიქსიროთ ამ დროს დაფიქსირებთ აი ახლა ქუჩაში და არ დაიწყო ანუ ფიქრობთ რომ ქართული ოცნების ამრჩეველი უნდა შეუერთდეს ამ საპროტესტო აქციას იმიტომ რომ მაგ დიდი ნაწილი ზავობდა რომ ჩვენ ევროპაში ვიდივართ მე ბევრისგან ისმენდი რომ ანუ პიროვნული მიუღებლობა ხომ არ გაქვს ამათაც მივხავართ ევროპაშიო და აი ოცნების ამრჩევლები გეუბნებოდი ხო? და ამიტომ თქვენ მოგმართავს ვისაც გეგონათ რომ ქართული ოცნებას მიყავდით ევროპაში არანაირი ევროპა არ იქნება სანამ ქართული ოცნება იქნება ხელისუფლებაში და ეს პირდაპირ და ღიად თქვა თვითონ მათთან თქვენ მაინც უნდა იცით მათ დაცვას და გამოდით იმიტომ რომ აქ ვართ ის ხალხი ჩვენიანები ვართ, თქვენიანები ვართ და აუცილებლად შემოგვიერთდით. დიდი მადლობა თქვენ რომ გაგვზიარეთ თქვენი მოსაზრება. შემოგვიერთდით, გამოდით, ასეთია მთავარგზავნილები ამ საპროტესტო მსვლელობაზე, რომელიც ამ დღეს გრძელდება ბათუმის ქუჩებში. დანაკალაქელებმა კიდევ ერთხელ დაგვიკავშირდნენ ერას მოედნიდან ამ დროსაც კიდე ძალიან ბევრი ხალხი მოდის და კიდე ერთხელ გავადანოთ ჩვენს
ასევე საქართველოს ყველა დიდ ქალაქში ანალოგიურად ჩვენსავი ფიქრიბება გულანჩებული ქართველები, ვისაც უნდა საქართველოს ევროპული მომავალი და ვის ერთად ყველანი თუ საჭიროება მოიწყოს, აი ყველანი დავინაზნებით და ჩავაფიქროთ, სადაც ჩემი საქართველო იქნება ძალიან მალე. ძალიან მალე წუთები და საათები ხდება ქართული ოცნების რეჟიმის დასრულება. ჩვენს ერთიან, ძლიერ, შეკრულ, დემოკრატიულ და ევროპულ საქართველოს გაუვლევთ! ისება შემოვიდა ბათუმის პირდაპირ ეთერს, მე გეტყვით რომ ჩვენ ახლა ბათუმში ვართ. სადაც გრძელდება საპროტესტო მსვლელობა, საპროტესტო აქცია. ეხლა საპროტესტო აქციის მონაწილეები მიემართებიან ბათუმის შემოსასვლელისკენ, რომ გადაკეტონ ეს შემოსასვლელი პროტესტის ნიშნად ასევე და არჩევნების ხელახლა ჩატარების მოთხოვნა, ისევ უცვლელი მოთხოვნა ამ საპროტესტო აქციების. მეგობრებო, გამარჯობა. აი, უფრო ხმამაღლა. ილიას, აკაკის, ვაშას, გამომავლებო, გამარჯობა და გამარჯობა ჩვენ ყველას. ანუ კვირიდან, ზეგიდან უპროფესორად ხელოვნების უნივერსიტეტის ზოგიერთი ფაკულტეტის სტუდენტი იფიცება და არ მივლენ უნივერსიტეტში. ასე უნდა იყოს ალბათ ყველა უნივერსიტეტში. იმიტომ რომ ეს ქვეყანა არის ყველას, ყველა პატრიოტის. ენაცვალე, ცოტა ხანი მოვიცადოთ. იმიტომ რომ გითხრეს რომ ერასმოედრიდან კიდე მეორეა შეკრებილი ხალხი და შემოგვიერთდება. და არ დავიცალოთ ცოტა ხანი რა. მეგობრებო, კიდევ ერთხელ მოგმართავთ, ვისაც რაიმის დაფიქსირება აზრის სურთ, მოგწანდით დააფიქსირეთ მიკროფონთან. გამარჯობა საქართველო! საქართველო იღუპება. საქართველო არის ოკუპირებული შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ. ჩვენ ვართ ოკუპირებული, არა მარტო ჩვენი ტერიტორიებია ოკუპირებული, არამედ შინაგანი მტერი არის მთავარი, რაც გვიზის პარლამენტში. მე მინდა მოგმართოთ როგორც რიგითი მოქალაქე. მე რუსებთან ბევრი რამ მაკავშირებს იმ მხრივ, რომ მე მიმუშავია და მიცხოვრია მათთან. რუსულ ენას თავისუფლად ფლობ. და ორიგინალში მაქვს წაკითხული მათი სახელგანთქმული პოეტების და ასე ამგვარი წერლების ნაწარმოები. და მე ვაცნობიერებ, რომ ეს ხალხი უმეტესობა, მე ყველაზე არ ვამბობ, მაგრამ უმეტესობა რუსების მოქალაქეები არიან ძალიან მაბნელი და ძალიან სახიფათო მენტალობის მატარებელი ხალხი, რომელიც ჩვენთან უნდა ეს მათი მენტალობა რომ მათი მენტალობა უნდა მოგესალმებით ქალბატონო იზო. რო გაგესაუბრებ, თავარი არგუმენტები დღეს ახლა რა არის თქვენი რის გამოც მოხდით ამ აქციაზე. ვიღაც მასწავლებელი ქედიდან და ჩამოდით ამ აქციისთვის სპეციალურად. ის რომ უსამართლობის ვარმა პიქს მიაღწია. პიქს. ანუ აღარ შემოძლო ოჯახში ყოფნა დავტოვე ყველა საქმე და დღეს ჩამოვედი ჩემი. მოვუწოდებ ყველას, ვისაც სამშობლო უყვარს, ვისაც მამული უყვარს, თავისი ქვეყანა უყვარს, გამოვიდეს დღეს და დადგეს ამ ხალხის გვერდით. იმ ხალხის ვისი უფლებების ფეხქვეშ გათელეს. რა გაწყობებია ისა მასწავლებლებში, თქვა იგივე ქედაში, რას გვეტყოდით, რა იგივე ქედაში 70% წავიდა და ვერაფერს ვერ ვიცნობ. საწავიდა. წავიდა და ანუ ემიგრაციას გულისხმობ. არჩევნების დროს
გარყაბდა თუ გამოყავდა რამხელა პროცენტი წავიდა ხელმძღვანელობისგან მე სხვის აზრს ვერ დავაფიქსირებ მე ჩემ აზრს გამოვყავდა და სხვისი აზრია ჩემი აზრია ეს რომ დღეს ქვეყანა დაღუპვის ზღვარზეა მისული და ყველა ნორმალურმა მოახერხებს რამ გაგრძნობინათ ეს რომ დაღუპვის ზღვარზეა გამარჯობა რა არის ამის ნიშანი რომ დაღუპვის წინაშეა ახლა ქვეყანა თქვენთვის მე ვფიქრობ რომ 9 აპრილის ტრაგედია მარტო ისტორიულად გაუგონიათ და რატომ რისთვის რა მნიშვნელობა ჰქონდა ეს ვერავინ ვერ აღიქვა ეს ვერავინ ამას იქეთ მე სკოლებში ერთ რაღაცას ვიტყვი 9 აპრილის ტრაგედიის აღნიშნის უფლება ჩამოერთვა სკოლებს მე ჩემ სკოლაში ამას ვინმე ვეღარ გააკეთებს 9 აპრილის ტრაგედიის აღნიშვნას იმიტომ რომ სირცხვილია იგივე გაიმეორეს ჩემმა ხალხმა და პატივი არცეს 9 აპრილის არ თქვენ ვიტყვით რომ მორალური უფლება აღარ აქვს სკოლებს რომ მორალური უფლება ეს გადავაცხადე მე და არც მეშინია რასაც ვიტყვი რას ეტყვით თანამოქალაქეებს ეხლა რატომ არის მათი მხრიდან პროტესტის გამოხატვა მნიშვნელოვანი რა შეუძლია ეხლა პროტესტს ჩვენ წლები და საუკუნეები დაგვჭირდა რუსეთის ოკუპაციიდან გამოსვლის და ეხლა ხელისუფლებამ საკუთარი სურვილით ნებასურვილით უბრძოლველად უდრწმუნებად ჩააბარა ქვეყანა რუსეთს და გასაპროტესტებელი არ არის ეს თემა თან მაშინ როცა გაიღო ევროპის კარი და მოგეცეს შეძლებლობა რომ შევსულიყავით ევროპაში ევროპაზე ფიქრიც ზედმეტია ეს როდის გავიგე იცი როცა მაგ ლოზუნგებს ვკითხულობდი შვიდობით ევროპისაკენ მაშინ უნდა მივხვდარიყო და დაგვამშვიდობა ევროპას მე მივხვდი მაგრამ ბერმა ვერ გაიგო ეს და ბევრსგან ქონდა მისი ახსნის საშუალება მშვიდობით კი არ უნდა შეგიყვანოს ევროპაში დაგამშვიდობა ევროპას მეთქი და სიცილის საგნად მიაჩნდეთ აბა ეხლა გაიცინონ იმ ხალხმა მე ვისაც ამას უქადაგებდი და ვეუბნებოდი ბევრი მიწა რას ეტყოდით ისე ქართული ოცნების აუნჩევლებს ვინც ბოლოსაც აუჭირა მხარი სირცხვილი მათი მეც არაფერს არ ვეტყვი არა მათი არგუმენტიც იყო ის რომ ქართული ოცნებას მიყავს ქვეყანა ევროპისკენ ხო წინ ევროპისკენ იყო ერთ-ერთი გზა აი სად მიყავს გამოხედონ ახლა ქართული ოცნების ხალხმა სად მიყავს ქართველი ხალხი და გამოვიდნენ წესით ხომ საპროტესტო აქციაზე თუ ყველა ნორმალური მოაზროვნე უნდა გამოვიდეს ხადად ჩანს რომ ევროპისკენ აღარ მიდის ქვეყანა და ამის სახელმწიფო ფიქრის კი დაამთავრეს აგენტები და ამ პედაგოგებმა ხელი შეუწყეს ამ ვარიანტს ხელი შეუწყეს ან რას გულისხმობ და ყველა პედაგოგი ხომ მისი ხალხი იყო და შიშით ხომ სხვა რამეს ვერ მოხაზავდნენ ხომ ხაზე ხომ ეს ხელშეწყობა არ არის როგორ ფიქრობ ხო რის ხარჯზე მოხდა ეს პედაგოგების მიმხრობა ანუ ზეწოლა იყო მოსყიდვა თუ რა სამქონდა საქმე არ ვიცი ვერ გეტყვი რაც მე არ დამინახე იმაზე თავს ვერ დავდივ ქვეცნობიერი შიში ყველაში არის ქვეცნობიერი შიში ყველაში ან პედაგოგებს დღეს უჭირთ თავისუფლად აზრის გამოხატვა ნამდვილად ერთი მერცხლის ჭიქრიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანს მეგობარი პედაგოგებს მართლა არ შეუძლიათ აზრის გამოთქმა იქნებ შეიძლება ბევრი ფიქრობდეს ჩემსავით მაგრამ დუმილს ამჯობინებდეს კი დაწუნებული ვარ ამაში ან ბევრია ასეთი თქვენს გარშემო ვიცნობ მე ახლა რომელსაც რა ვქნათ სხვა გზა არ აგვაქვს აი ესეთიც გამიგონია მაგრამ ზოგად სახეს პედაგოგისას მე ვერ ვიტყვი მე ჩემი პოზიცია დავაფიქსირე დღეს არის ჩემი ჩაბა დიდი მადლობა თქვენ რომ გამოხატეთ თქვენი პოზიცია ეს იყო იზო ბარამიძე პედაგოგი ქედიდან თქვენს პოზიციას ისმენდით გრძელდება საპროტესტო მსვლელობა ბათუმში დღეს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რომლებიც ისე უწევთ ითხოვენ არჩევნების ხალხთა ჩატარებას მოიფიქრეს აი ესეთი ფორმა რომ მოიწყოთ საპროტესტო მსვლელობა ისინი აპირებენ რომ გადაკეტონ ბათუმის შემოსასვლელი საკმაოდ ხალხმრავალია ეს მსვლელობა როგორც თქვენ ახლა კადრში ხედავთ არ წდება ხალხის ნაკადი ადამიანების მოქალაქეების რომლებიც ამბობენ რომ ვერ წაართმევენ საქართველოს ევროპულ მომავალს მოგესალმებით ბატონ ლაშა რომ გაგესაუბროთ ბათუმელების პირდაპირ ეთერში ლაშა ბაჟუდაიშვილი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი დღეს თუ უსმენთ მთავრობის განცხადებებს იგივე ირაკლი კობახიძის ხო რა ჩანდა მათი კომენტარებიდან თქვენთვის უმეცრება პირველ რიგში ძალიან შეურაცხყოფელია ამ მოღალატეობრივი აქტის ფონზე კიდე ქართულ ხალხს უთხრა რომ წაკითხული ნათქვამი ვერ გაიაზრა
ეს არის ძალიან სამარცხვინო გადაწყვეტილება, ისა ნათქვამი და ეს არის დაცინვა პირდაპირ მნიშვნელობით ქართველი ხალხისა. ქართველი ხალხი ბრძენია და ძალიან კარგად ხვდება, რომ ქვეყანამ იცვალა საგარეო პოლიტიკური კურსი, ქვეყანა გადავიდა მოსკოვის გავლენის ქვეშ და ქვეყანა კარგავს ისტორიულად მნიშვნელოვანი შანსს გახდეს ევროპული თანამეგობრობის წევრი. ამიტომ ეს ხელისუფლება თავისი ცინიკური გამოსვლებით, რომელსაც 12 წლის განმავლობაში მუდმივად აფრქვევდა, თავისი სიძულვილისით და თავისი შეურაცხყოფელი ლექსიკით უნდა დასრულდეს და წერტილი. ქვეყანამ უნდა მოიშოროს ეს ხელისუფლება და ამ ხელისუფლებაში მოკალათებული მოღალატე ადამიანები ბიძინა ივანიშვილის დაწყებული, დამთავრებული ნებისმიერი ჩინოვნიკით, რომელიც ფიქრობს, რომ ქვეყნის მომავალი არ არის ევროპა და რომ ქვეყნის მომავალი არის რუსეთი. რუსეთი არის ჩვენი ისტორიული იმპერი და მასთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობა ან ურთიერთობა არის წარმოუდგენელი და წერტილი. რა ძალა აქვს ახლა პროტესტს, რა შეუძლია მოქალაქეებს ამ პროცესში, რომ ამას კონდეს გავლენა და იყოს სანგარის გასაწევი საზოგადოების ეს პროტესტი. პროტესტი არის ერთადერთი ძალა, იმიტომ რომ ხალხი არის ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი, ხალხი არის ამ ქვეყნის მესვეული და ხალხის გადასაწყვეტი არის და გადაწყვიტა თავის დროზე, რომ უნდა იყოს საქართველოს ევროატლანტიკური ერთობის წევრი. ამიტომ ხალხის თავარი არის ახლა ხალხის ძალა, ხალხის ხმა, რომ გაიგონოს ხელისუფლებამ და განსაკუთრებით იმ ხელისუფლებამ, რომელსაც არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს, არც პარლამენტის შეკრების, არც მთავრობის არჩევის და არც საგარეო პოლიტიკის შეცვლის. დიდი მადლობა, ეს ნაშა ბაჟინაიშვილი იყო, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. ახლა საპროტესტო მონაწილეებმა გადმოინაცვლეს წერეთლის ქუჩაზე, რომელიც ასევე შეიზღუდა ტრანსპორტის მოძრაობა, როგორც გაფშიშდა. გამოდის ის საპროტესტო აქციის მონაწილეები შეძახილები. რატომ არის მნიშვნელოვანი ახლა ის რომ ხალხმრავალი იყოს ეს აქცია და სხვა ადამიანები რომ შემოუერთდნენ ამ აქციას? იმიტომ რომ აქ ვარ შეკრებილი უბრალო მოქალაქეები და ჩვენ გვინდა უკეთესი მომავალი, უკეთესი ცხოვრება, ყველაფერი უკეთესი, ჩვენ ვიმსახურებთ ამას, დავიღალეთ ამაზე ბრძოლით. რა თქმა უნდა, ყოველთვის გავაგრძელებთ ამას ბრძოლას, ყოველთვის მოვთხოვთ ყველა ხელისუფლებას ამას, მაგრამ ეხლა მნიშვნელოვანია ყველა გამოვიდეთ და დავანახოთ ხელისუფლებას რამხელა ძალა გვაქვს ქართულ ხალხს. ანუ მიზანი არის არა პოლიტიკური ამოცანა, არამედ ეროვნული მიზნის შესრულება. მე რომ გამოვედი ახლა ესეც პოლიტიკურია, მაგრამ არ ემსახურება არც ერთ პარტიას. მე ვემსახურები ჩემს ქვეყანას. მეორე წელია უკვე სახლში ვარ, იმიტომ რომ ვემსახურო უნდა საქართველოს, ჩემს ქვეყანას. მადლობა, დიდი მადლობა. არა. ვიდრე გაგესაუბროთ ბათმელების პირდაპირ ეთერში, ხო თქვენი მოსაზრება როგორ გითხრათ? ალექსანდრე ლორდ-კიფანიძე. მოდით, რატომ არის ახლა მნიშვნელოვანი საპროტესტო აქციაზე მოქალაქეების გამოსვლა და პროტესტის გამოხატვა? მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ აღნიშნულ მოქმედებას თუ არ განახორციელებთ, რეალურად კარგად ქვეყანას და ყოველ რუსეთის პირისპირ, რომელიც ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ნებისმიერი მოქალაქეების ინტერესების საწინააღმდეგო არის, ის რაც კონსტიტუციით არის გაცხადებული და რომელიც ქართველი ხალხის მონაპოვარი არის, ქართულმა ოცნებამ ხაზი გადაუშვა ამ ყველაფერს და არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება მიიღო. რაც ქვეყანაში მათ ქმედებას ყოველგვარ ლეგიტიმაციას აკლებს. შესაბამისად, ხალხი არის განსხვავებული, გამოსული არის ქუჩაში და ეს მასობრივი პროტესტი უფრო და უფრო გაიზრდება. რა აჩვენებს ამას, რომ ასეთი საფრთხის წინაშეა ახლა ქვეყანა? დღეს ამბობდა კობახიძე, რომ ჩვენ გავაგზავნებთ ევროინტეგრაციას, ჩვენ არ ვაჩერებთ ამ პროცესო, ან მოლაპარაკებაზე კი მართალი უარი ვთქვით, იმიტომ რომ ევროპელი ბიუროკრატების ბრალია ეს ყველაფერიო და იმას მოთხოვეთ პასუხიო, მაგრამ ზოგ პირობების ასოცირების დოკუმენტის პირობების შესრულება ჩვენ ვაპირებთ, რომ გავაგზავნოთ ეს პროცესიო. არა, ისევ თავისივე გაცხადებული პირობებიდან გამომდინარე, არ დგამენ იმ ნაბიჯებს, რომელიც ხელს შეუწყობს მოლაპარაკებების გახსნას ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესზე და შესაბამისად იმაზე საუბარი, რომ
ცოტა მზად არიან, ეს არის манипуლირება საზოგადოების და რეალურად არ შესრულებულა ის ქვეყნის მხრიდან გაცხადებული პირობები, რომელიც ევროკავშირის ინტეგრაციის პროცესს შეუწყობდა ხელს. და თქვენ როგორ ხედავთ ახლა ამ საფრთხეს, რომ ჩვენ ახლა ვექცევით იზოლაციაში, რაღაცა მიტოვებული ქვეყანა გავხდებით ევროპული ოჯახის და იგივე ამერიკისთან მეგობრობის მიღმა, თუ პირდაპირ აღმოჩნდებით რაღაც რუსეთის ნაწილი, რუსულ ორბიტაზე მყოფი ქვეყანა, როგორც რამდენიმე ქვეყანა ვიცით ხო? მიღება არის ხელისუფლების მხრიდან, რომ იზოლირებული გახდეს ქვეყანა დასავლეთისგან, შესაბამისად მარტივი იქნება რუსეთთან ინტეგრაციის პროცესი, რაც ბუნებრივია მათი მიზანი არის საბოლოო ჯამში, თორემ სხვა შემთხვევაში დასავლეთი ქართულ ხალხს არ უღალატებს, ქართულ არჩევანს არ უღალატებს და ყოველთვის იქნება მხარდამჭერი იმ ქართული ხალხის არჩევანსა, რასაც ევროინტეგრაცია და ევროპული გზა ჰქვია. და რა გამოსავალი რჩება ახლა ჩვენ მოქალაქეებს, რა როლი შეიძლება ქონდეს პროტესტს ამ პროცესში და გავლენა? თითოეულმა მოქალაქემ უნდა გაიაზროს ის თუ რა საფრთხის წინაშე შეიძლება დადგეს თავად, საკუთარი შვილები დააყენოს და მომავალი დააყენოს ქვეყნის და შესაბამისად უნდა გამოხატოს პროტესტი, გამოვიდეს ქუჩაში და თქვას თავისი საქმე. დიდი მადლობა რომ გამოხატეთ თქვენი პოზიცია. გრძელდება საპროტესტო მსვლელობა ბათუმში, ბათუმის ქუჩებში. ჩვენ ახლა წერეთლის გამზირზე ვართ, სადაც აქციის მონაწილეებმა უკვე შეზღუდეს ტრანსპორტის მოძრაობა. ისინი აპირებენ და მივიდნენ ბარცხანის ხიდთან და გადაკეტონ ქალაქის შემოსასვლელი პროტესტის ნიშნად. და საპროტესტო აქციის მონაწილეები არა მხოლოდ ბათუმში, არამედ ქუთაისში, თბილისშიც ანონსებენ უკვე ბოლო დღეებია. მასშტაბური დაუმორჩილებლობა, წინააღმდეგობა, ეს ფორმით მივახციოთ ჩვენ ხელახლა არჩევნების ჩატარებას. მოგესალმებით, რომ გაგესაუბროთ. რატომ არის მნიშვნელოვანი ხა პროტესტის გამოხატვა? კარგი, თქვენ გითხარით. რატომ არის მნიშვნელოვანი პროტესტის გამოხატვა? იმიტომ რომ საქმე ეხება ჩვენ მომავალს უკვე. და ეს არის დანიშნული ჩემი შვილის მომავალს, ჩემი სტუდენტების მომავალს. ან რატომ ეხება? როგორ ეხება? როგორ ხედავთ? რა საფრთხეებდება მომავალს? გაროსება მე არ მინდა. არც ცხოვრება არ მინდა. ევროპულ ქვეყანაში განათლებული მთავრობით და განათლებული მთავრებით თუ რა ვინც არიან. ხო. ან დღეს ძალიან პირდაპირ ჩანს ეს საფრთხე, რომ ვეღარ გვექნება ევროპული მომავალი. ძალიან ნათლად ჩანს და გუშინ კიდევ უფრო გამოჩნდა და ჩემი სოლიდარობა ჟურნალისტებს. ვსურვებ გამოჯანმრთელებას ყველას. დაშავებულ ჟურნალისტებს, ვინც საპროტესტო აქციაზე გუშინ ვისაც იზავადეს ასევე პოლიციელებმა, ხო? და საჩვენებდა ესე გუშინელი აქცია და აქციის დარბევა იმ ფორმით, რაც ჩვენ ნახეთ თბილისში. ეს არის არა ადამიანობა, ეს არის მიუღებელი. ყველანაირად ეს ხდება, ყველანაირ კანონიერ ჩარჩოებს თუ რა ვიცი. თვითონ კანონიერად რომ მოქმედებდნენ, იმას ხდებოდა ეგეც. მადლობა, დიდი მადლობა რომ დაგგვიჩვენეთ. დრო და გამოხატეთ თქვენი პოზიცია. ასეთია მოქალაქეების მოსაზრებები ამ საპროტესტო მსვლელობის დროს ბათუმში. ჩვენ ახლა წერეთლის გამზირზე ვართ, სადაც გრძელდება საპროტესტო მსვლელობა. ახალ არჩევნების ჩატარების მოთხოვნით აქ შეკრებილი ადამიანები ხედავენ პირდაპირ საფრთხეს, რომ იკარგება ქვეყნის ევროპული მომავალი და ქვეყანა გადის რუსულ რელსებზე, რუსულ ორბიტაზე იქნება უკვე საქართველო. ამიტომაც მათი მთავარი გზავნილია, რომ ვერ წაგვარცხნებენ ევროპულ მომავალს და ყველა უნდა დასდეს ეს საპროტესტო აქციაზე, რომ გადარჩეს ქვეყანა. აი ამ მამაძაღლიშვილებს ლეგიტიმაცია რომ ქართველ ხალხს დასწინოს და აღარ ვიტყვი ძალიან სულ სიტყვებს, იმიტომ რომ მერიდები. აი ესე ბავშვები რაც არიან გამოსული აქციაზე, მოგესალმებით. თქვენ რას ეტყოდით საპროტესტო აქციაზე ვით არ გამოდის ჯერ კიდევ მათ? აუცილებლად უნდა გაიყვიძო და გამოვიდნენ აქციაზე. სიუდათ რომ ხვალდაზე მართლა ასეთი არ გავიყვიძოთ. ან ხედავთ ამის პირდაპირ საფრთხეს, რომ შეიძლება ჩვენ გავიღვიძოთ რუსეთში. პირდაპირ საფრთხე არის და პირდაპირ გვითხრეს რომ 4 წელი მინიმუმ
4 წელში სად ვიქნებით, კაცმა არ იცის. ხალხაზე რატომ? სანაცვლოა არ ვიცით მიზეზი, ხო, რის გამო თქვა მთავრობამ უარი ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნაზე. ისე შეაჩერეს მათი ეს პროცესი. რომ მშვიდობა იყოს გამდიდრებული. ის გამო აი არ არის დამაჯერებელი მათი ეს არგუმენტი, რომ ჩვენ გვიდა მშვიდობა. არა რაირად. მშვიდობა გვაქვს ისედაც თუ ჩვენი მეგობრები და ჩვენი მოკავშირე იქნება ევროპა და ევროკავშირის სახელმწიფო. და ჩანს რომ ევროკავშირის ქვეყნებს არ აქვს დომი და მთელი 70 წლის განმავლობაში ინარჩუნებენ მშვიდობას. კარგით, მადლობა თქვენ. თქვენი გზავნილი რა არის დღეს ამ აქციიდან? ჩემი გზავნილი 3-4 შვილით გამოვედი, არ მინდა ჩემმა შვილებმა. ჩემმა მომავალმა საზოგადოებამ ხარ რუსეთში რო გაიღვიძოს, არ მინდა. დაამთავრდა ერთხელ და სამუდამოდ მოვიდა. ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო გვაქვს და არ მინდა ჩემმა შვილებმა რუსეთში იცხოვრონ. ევროპა და ევროპა, ჩვენი მომავალი ეს არის. გუშინ თქვენ ნახეთ როგორ დაარბია საპროტესტო აქცია ხელისუფლებამ, ხო, პოლიციამ უბრალოდ. რა ჩანდა, რა გამოჩნდა თქვენთვის ამ აგრესიაში, რა ჩვენ ნახეთ უბრალოდ. ამის ხმა შემიძლია. ან რატომ შეშინდა ქართული ოცნება? რა თქმა უნდა. რა შემთხვევაში არ გაუვა ეს თავისი ამოცანის შესრულება, თავის მიზანთან მისვა ქართული ოცნებას, რა შეუშლის მას ხელს, როგორ ხედავთ? საზოგადოება ჩვენ ყველა ერთად, ვინც გამოსულია გარეთ. აი მე დავინახე პატარა ბავშვები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები, ვინც აქ არიან გამოსული. აი ამ ადამიანებზე დგას ჩვენი ქვეყანა ნამდვილი. ხო. დიდი მადლობა, თქვენი სახელი? ლია. მადლობა. შეიძლება რომ გაგესაუბროთ თქვენი გზავნილი ამ აქციიდან. თქვენ მოხვედით ბავშვთან, შვილთან ერთად? შვილებთან ერთად. შვილებთან ერთად. ევროკავშირის დროშა გადააფარეთ. ევროკავშირის და საქართველოს. საქართველოს. ორივე თქვენი შვილია. და რატომ აღმოჩნდა თქვენთვის მნიშვნელოვანი ამ აქციაზე გამოსვლა? ტკივა სამშობლოს მომავალი. აი რაც ხდება დღეს ძალიან. ჩვენი შვილების მომავლისთვის, უკეთესობისთვის აუცილებელია დღეს ყველა გამოვიდეს ერთად. გავძლიერეთ. რა საფრთხეს ხედავთ ეხლა? რა ეტაპზეა ჩვენი ქვეყანა? თქვენ როგორ ხედავთ ამ პროცესს? ეს არის დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხე, ანუ სახელმწიფოებრიობის დაკარგვის საფრთხესაც ხედავთ? რა თქმა უნდა ხედავთ. ეს ოკუპირებული ტერიტორიები, ვთქვათ, უამრავი რაც უფლის საფრთხეს საქართველოს, ბავშვების მომავალს, განათლებას. ეს ყველაფერი იქნება ჩაგრული და ხდება ეს ყველაფერი დღეს სამწუხაროდ. გამოსავალი რა არის, როგორ ხედავთ? გამოსავალი არის, რომ შეიცვალოს ეს სახელმწიფო, უნდა შეიცვალოს ძირფესვიანად, მოვიდეს ახალი, ისეთი ჩამოყალიბებული ფუნდამენტურ ღირებულებზე მდგარი ადამიანებით, რომლებიც უკეთესი მომავლისკენ, ევროპისკენ, ზუსტად ევროპაში არის ეს ძალა და ეს განათლების, ასე ვთქვათ, წინსვლა, რასაც ქვია. ან თქვენ ფიქრობთ, რომ პროტესტ შეიძლება გქონდეს აი ეს შედეგი, რომ ჩვენ ამას შევძლებთ? ასე მდუმარება უნდა იყოს ხალხი. არა. უფრო აქტიურად უნდა იყვნენ და მოუხმო ყველას რომ გამოვიდეს. აი ან თუ ფართო მასშტაბიანი იქნება საპროტესტო აქცია, თქვენ ფიქრობთ, რომ ამას იქნება გავლენა შედეგზე ამ პროცესზე? იმედი მაქვს, იმედი. მადლობა, თქვენი სახელი? მეგი. დიდი მადლობა. თქვენის მენი დედას, რომელიც თავისი ორი მცირეწლოვანი შვილთან ერთად მოვიდა დღეს ბათუმში ამ საპროტესტო აქციაზე და საპროტესტო მსვლელობაშიც მონაწილეობს. გრძელდება საპროტესტო მსვლელობა ბათუმში. აქციის მონაწილეები ახლა არიან წერეთლის გამზირზე და ისმის პერიოდულად შეძახილები გამოდი, რომ ჩვენ ვერ წაგვართმევენ ევროპულ მომავალს, ასეთია მთავარი გზავნილები, ასევე იცით რომ ამ საპროტესტო აქციაზე ითხოვენ უკვე რამდენიმე დღეა ბათუმში და არ მხოლოდ აქ არჩევნების ხელახლა ჩატარებას. Robert.
საკუთარ ხალხმრავლია საპროტესტო მსვლელობა ბათუმში. საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები ახლა მიდიან ისევ ჭავჭავაძის ქუჩისკენ. ისინი აპირებენ რომ პროტესტის ნიშნად გადაკეთონ ბათუმის შემოსასვლელი. საკოლთოვა ეს პროტესტი შეიძლება ითქვას. აი ძღოლებით საყვირებით გამოხატავენ სოლიდარობას აქის მონაწილეების მიმართ. ასევე დღეს უკვე გამოიკვეთა კიდევ ერთი ტენდენცია, როცა საჯარო მოხელეები სხვადასხვა სამინისტროს თანამშრომლები, განათლების სამინისტრო, ბონის გიკითხავთ. განათლების სამინისტროს თანამშრომლებმაც გავრცელეს ერთობლივი განცხადება და ისინი ეხმაურებიან ქართული ოცნების გადაწყვეტილებას ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის პროცესის შეჩერების შესახებ. მათი თქმით, ოცნების გადაწყვეტილება არ შეესაბამება ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს, რასაც ისინი წლების განმავლობაში ემსახურებიან. ერთი კომბინაციო ახალგაზრდებო შემოგვიერთით, თქვენიც არის. თქვენიც არის ეს ქვეყანა, თქვენი. პლანს ვეღარ მოწევ ძმაო. მე შეგახსენებთ, რომ წუხალ 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას დღის წესრიგში არ დააყენებენ. კობახიძის ბრიფინგის შემდეგ მოქალაქეები ქვეყნის ევროპული მომავლის ასაცავად ქუჩაში გამოვიდნენ. დედაქალაქში რუსთაველის გამზირზე აქცია მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები ძალადობდნენ მოქალაქეებზე და ჟურნალისტებზე, მათ არაერთხელ გამოიყენეს ციცაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი, რომელშიც სავარაუდოდ გაურკვეველი ნივთიერებები იყო გარეული. გამთენიისას, როცა მოქალაქეთა რაოდენობა შედარებით შემცირდა, სპეცრაზმელები მდებარე ქუჩებში, ეზოებში, სადარბაზოებში, აფთიაქებსა და მაღაზიებში დაასდევდნენ მოქალაქეებს და ფიზიკურად უსწორდებოდნენ მათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით 28-29 ნოემბრის ღამეს ჯამში დააკავეს 43 ადამიანი. საუბარი ადმინისტრაციული წესის დაკავებაზე, სავარაუდო სამართალდარღვევაზე, ჯერ უცნობია თუ რა ბედი ეწევათ მათ სასამართლოში. გამოძიება მათ სულმანხულიგნობას და პოლიციელების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. და უწყობის ცდომით ასევე დაშავდა 32 სამართალდამცველი, რომელთანაც 13 ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. რაც შეეხება ჟურნალისტებს, მე აქვე გეტყვით, რომ მედია ჩეკერის ინფორმაციით აქციაზე წუხელ 40-მდე ჟურნალისტი დაშავდა, მათ შორის ნეტგაზეთის, ანუ ჩვენი მედია გამოცემის ჟურნალისტი გივი ავალიანი. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გრძელდება დღესაც. და თქვენი ხლა ადევნებთ ადევნებთ საპროტესტო მსვლელობას ბათუმში, ბათუმის ქუჩებში. თავდაპირველად აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ ბათუმში ევროპის მოედანზე, შემდეგ ისინი წამოვიდნენ მსვლელობით ბარათაშვილის ქუჩაზე, ჩამოვიდნენ ჭავჭავაძის ქუჩის დასაწყისში და ახლა ისინი წერეთლის ქუჩის გავლით ისე მიდიან ჭავჭავაძის ქუჩაზე.
მოგესალმებით. ვიხარით თქვენი გზავნის შესახებ ამ საპროტესტო აქციიდან. გამარჯობა. როგორც ვიგითი მოქალაქე, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღეს აქ გამოსვლა და აუცილებელია დღეს აღარ აქვს მნიშვნელობა ვინ ვის მხარეს და საბარია ის რომ ჩვენი ქვეყანა გაიყიდა და ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენი ქვეყნის გვერდით. რას გულისხმობთ როცა ამბობთ რომ ჩვენი ქვეყანა გაიყიდა? არალეგიტიმური ხელისუფლების შემთხვევაში რომელმაც გამოაცხადა საკმაოდ ცუდი განცხადებები გუშინ, რაც გავიგეთ, რომ მანამდე, როდესაც გვეუბნებოდნენ, რომ შევდივართ ევროპისკენ, მივდივართ ერთად, გუშინ აღმოჩნდა, რომ 2028 წლამდე გადადებულია ეს მოლაპარაკებები, რაც იმას გულისხმობს, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მომავალი, რომ ისევ ევროპისკენ დავბრუნდეთ და დასავლეთს დავუკავშიროთ ჩვენი ერთობა. რისთვისაც ვიბრძვით ბოლო უკანასკნელი 30 წელია და არა მარტო ბოლო 3 საუკუნე არის ვისაც ვიბრძვით. ჩვენ ნახეთ წუხალი როგორ დაარბიეს საპროტესტო აქციის მონაწილეები თბილისში. ასევე იგზავნათ ჟურნალისტებს. რა საჩვენებდა ეს შემთხვევა თქვენთვის? საკმაოდ მძიმე კადრები იყო ჩემთვის სანახავად. მეც და ჩემი ბევრი მეგობარი ვიდექით გუშინ აქციაზე მთავრობის სახლთან აჭარის და ყოველად მიუღებელია მსგავსი ქმედება პოლიციის მხრიდან, რადგანაც აუცილებელია პოლიციის პირობებში ჩვენი დაცვა როგორც მოქალაქეების და აუცილებელია ხელშეუხებლობა ჟურნალისტებისთვის, იმიტომ რომ არაფრით არ შეიძლება ჟურნალისტის რომელიც თავის მოვალეობას სამსახურეობებს ასრულებს, მსგავსი არაადამიანური მოპყრობით მოქცევა. როგორ ხედავთ ამ პროტესტის გაგრძელებას? რა არის საჭირო? რა ფორმა უნდა მიიღოს ამ პროტესტმა? ფართომასშტაბიანი უნდა გახდეს კიდევ უფრო მეტად უწყვეტი უნდა გახდეს თუ რა არის საჭირო იმისთვის, რომ ამან გამოიღოს შედეგი და ხელახლა ჩატარდეს? ჩემი აზრით აუცილებელია, რომ უფრო ფართო მასშტაბებზე გავიდეთ, უფრო მეტი ადამიანი გამოვიდეს და გამოიღვიძოს ზოგადად მთავრობაში მომუშავე ქართველებმა, რომლებიც ხედან დღესდღეობით გემრიელად სამსახურებში და ჩვენ თანამოქალაქეები გამოვდივართ ყოველდღე იმისთვის, რომ გავაპროტესტოთ ეს დღევანდელი ჩვენი მდგომარეობა და აუცილებელია ამავდროულად, რომ ოპოზიციის მომხრეებმა სწორი ქმედებები და სწორი გეგმა დაგვანახონ მოქალაქეებს იმისთვის, რომ რისთვის უნდა ვიბრძოლოთ სამომავლოდ. ანუ გეგმა უნდა იყოს სწორად შედგენილი. ანუ ეს სტრატეგიული რაღაც ამოცანები უნდა გადაჭრას ოპოზიციამ და მათო დაგვანახონ. მოქალაქეებმა და ოპოზიციამ ერთად უნდა გადავყრათ. ძალიან მნიშვნელოვანია. აქ ხედავთ რომ მოქალაქეებს უნდა ჩაერთონ აქტიურად ამ პროცესში, როცა უნდა მიიღონ სტრატეგიული გადაწყვეტილებები. ხო, რა ფორმით უნდა გაგრძელდეს ეს ბრძოლა. თქვენი სახელი? ლინდა. დიდი მადლობა რომ გავიზიარეთ თქვენი მოსაზრება. აგრძელდება საპროტესტო მსვლელობა ბათუმში ისევ ჭავჭავაძის ქუჩაზე მოვიდნენ აქციის მონაწილეები. და ისევ შეიზღუდა ტრანსპორტის მოძრაობა ჭავჭავაძის ქუჩაზე. ქართველი ხალხის ნებას. რა არის საჭირო, როგორ ხედავთ თქვენ ახლა? რა შეუძლია ქართველ ხალხს ამ პროცესში? არც ერთი ხელისუფლება, რომელსაც ქართული ხალხის წინამდე წავიდა ვერ რაზოს ვერ გაიმართა და ვერ სახლება თუ არ დავიღლები და თუ ქართული ხალხის ნება იქნება გამორიცხულია რომ ქართული ხალხის ზე ქართულ ხალხზე ნებისმიერ ხელისუფლებამ გაიმართა. ანუ რა ფაქტორზეა ახლა ეს წარმატება დამოკიდებული რა? თვითონ ხალხზეა დამოკიდებული. არ უნდა დავიღალოთ და ბრძოლა ბოლომდე. რას ეტყოდით ახლა მოქალაქეებს, რომლებიც ტელევიზორებიდან ან ჩვენი პირდაპირ ეთერიდან უყურებენ ამ პროცესს, ხო? თქვენი გზავნილი რა არის მათ მიმართ? რას ეტყოდით? რატომ არის მათი საპროტესტო აქციაზე გამოსვლა მნიშვნელოვანი? ეს ყოველთვის იყო ეგრე რა, რომ იყო ნაწილი რომელიც ვთქვათ ასიულ მდგომარეობაში იყო და იყო ნაწილი, მაგრამ მე ასე მიმაჩნია რომ საკმარისი რაოდენობით ის არის მოსახლეობის ნაწილი, რომელიც საკმარისია ხელისუფლების სრულებისათვის. დიდი მადლობა, გაიხარეთ.
საქართველოს სიმს ასრულებენ ახლა საპროტესტო მძევლობის მონაწილეები ბათუმში. მოგესალმებით, რა არის თქვენი გზავნილი დღეს ამ აქციიდან? კარგი გეკითხავთ. რა არის ამ ევროპისკენ არ არის არა ხაველაშვილი საქართველოს პრეზიდენტა. რა არის საჭირო ახლა ამისთვის? რა უნდა გააკეთონ მოქალაქეებმა? აუცილებლობა და ხალხის ქუჩაში დგომა. ან ამას ფიქრობთ რომ ეკრება შედეგი? აუცილებლად. რა შემთხვევაში რა არის მთავარი ფაქტორი ახლა რომ საზოგადოება მიაღწიოს წარმატებას? არალეგიტიმური ხელისუფლება. ორჩაგათავდა არის პასუხი აუცილებელია წავიდნენ. და ჩანს რეაქციაც ხო საზოგადოება გაბრაზებული? დიახ, გაბრაზებით ოცნების წარმომადგენლებიც გაბრაზდნენ ვინც ხმარ. პრესიფლივაც არიან ესეთი ადამიანები ვინც გაბრაზებული არიან. მოვიდნენ აქციაზე? მოდიან და მოვლენ კიდევაც შეუერთდები. ან რატომ თქვენ რომ დავინახეთ რომ არ მივდივართ მართლაცო ევროპისკენო, ანუ არ მიყავს საქართველოს ცნებას ქვეყანა ევროპისკენო? ვიტხრა კობახიძემ გუშინ ვერ გაიგეთ? ხო, მაგრამ ქართული ოცნების ხარებჭერება თუ გაიგეს? მე ქართულ ოცნებას ერთ დროს ვუჭერდი მხარს, მაგრამ ეხლა აღარ ვუჭერ. აი, არის დრო, როცა თითოეულმა ადამიანმა წვლილი უნდა. აი ის დრო დადგა, რომ შევიტანოთ წვლილი ქვეყნის გადარჩენის. ან რა აღმოჩნდა თქვენთვის თავი ფაქტორი, რის შემდეგაც აღარ უჭერთ მხარს ქართულ ოცნებას? აი ის ჯერ რუსული კანონი, მერე არჩევნები.
მე არალეგიტიმურად ერთპარტიული მმართველობა დემოკრატიულ ქვეყანაში გვინდა ერთპარტიული მმართველობა? არ გვინდა. აი ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კოალიციური მმართველობა ყველა საზღვის გათვალისწინება და პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილმა დაგვპირდა მისი პირობა კარგად მახსოვს რომ ერთი ადამიანის ხმაც პროტესტი იქნება ჩემთვის მისაღები და მოусმენ მას გაიგონოს ამდენი ხალხის ხმა რა ეტაპზე ახლა ქვეყანა რა არის თავარი საფრთხე მადლობა ჩამოვიდა გაზეთია თუ ტელევიზია ონლაინ გამოცემა ბათუმელები ახლა ვარ პირდაპირ ეთერში პირდაპირ ჩვენე რასისულებს თქვენ უსმენთ საპროტესტო აქციის მონაწილეებს რომ გაგესაუბროთ შეიძლება თქვენი გზავნილებით გითხრათ რატომაც არა თქვენი мотиваცია გითხრათ რატომ მოხვედით დღევანდელ აქციაზე რა იყო მთავარი მიზეზი რის გამოც გადაწყვეტ რომ წამოსულიყავით აქციაზე შვილების გვერდზე ვდგევარ ეს არის თავი რა საფრთხეს ხედავთ ახლა ქვეყანაში რა ელოდება ჩვენს ქვეყანას საფრთხე მეტი რა უნდა დაინახო ვისაც დანახვა შეუძლია დაინახავდა და გამოვიდოდა დღეს ჩვენ ერთად ალბათ ხალე დაზეგე გამოვლენა თქვენ დასახი საფრთხეს ხედავთ რომ იზოლაციაში ექცევა ქვეყანა თუ პირდაპირ არის აქ გარუსების საფრთხე რომ თქვა საქართველოს გადავა რუსულ ორბიტაზე ან როგორია თქვენი განცდა როგორია ხანდელი დღე საქართველოს კი არის მაგის საშუალება მაგრამ მე მჯერა ქართველი ხალხის რომ ეგ გადაგეკრება საბოლოოდ ბიჭო რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის რა ძალაა დღეს მოქალაქეების ხელში რა ჩვენ ხოთ არის პროტესტის გამოხატვა შფატრეს რომ არაფერი არა ანარჩენი უკვე იყო პოლიტიკოსებმა თუ მაინც არ დანიშნა ხელახლა არჩევნები ოცნებამ აი როგორ უნდა ვიმოქმედოთ თქვენ როგორ ხედავთ ამის განვითარებას ვერ გავიკითხო თუ არ დანიშნა მაინც ხელახლა არჩევნები ქართულმა ოცნებამ ხო ალბათ უნდა გაგრძელდეს პროტესტი უწყვეტი უნდა იყოს ეს პროტესტი შეიძლება საგვარად მადლობა რომ გამოხატეთ თქვენი მოსაზრება კი გამოვხატე ჩემი მოსაზრება მაგრამ მე ვგევარ ჩემი შვილების გვერდით ხო ეს მნიშვნელოვანია იმიტომ რომ საშუალება რომ დაემუქროს მე მიჩვენია მათ გვერდით ვიდგე ეს არის მთავარი გადამწყვეტი ჩემთვის მადლობა ასეთია კიდევ ერთი მოქალაქის პოზიცია ბათუმში საპროტესტო აქციიდან საპროტესტო მსვლელობა გრძელდება ახლა ბათუმში ჭავჭავაძის ქუჩაზე დაახლოებით 1 საათის წინ შეიკრიბნენ აქციის მონაწილეები ბათუმში ევროპის მოედანზე და მათ დღეს გადაწყვიტეს რომ საპროტესტო მსვლელობა მოეწყოთ მათ ჩამოიარეს ფეხით ბარათაშვილის ქუჩა შემდეგ კი წერეთლის ქუჩის გავლით ისევ მოვიდნენ ჭავჭავაძის ქუჩაზე ეხლა კი საპროტესტო მსვლელობა გრძელდება ჭავჭავაძის ქუჩაზე საპროტესტო მსვლელობა გრძელდება თბილისშიც და როგორც იცით ეს პროტესტი არის საყოველთაო საქართველოს სხვადასხვა ქალაქში იმართება მსგავსი საპროტესტო აქცია და საპროტესტო მსვლელობები აქციის მონაწილეები აპროტესტებენ არჩევნების გაყალბებას და ისინი თხოვენ არჩევნების ხელახლა ჩატარებას ქვეყანაში აქციაზე ასევე აპროტესტებენ ანტიკონსტიტუციურ პარლამენტს რომელსაც არ ჰქონდა უფლება რომ შეკრებილიყო და მით უმეტეს დაემტკიცებინა მთავრობა ასევე აქციაზე და არაფოთ აქციის მონაწილეები კონსტიტუციონალისტები სპეციალისტები სამხელქო ორგანიზაციებიც მიიჩნევენ რომ ირაკლი კობახიძემ დაარღვია კონსტიტუციის 78-მდე მუხლი როცა მან თქვა რომ საქართველოს აჩერებს ევროკავშირში გაწევრიანების ევროკავშირში მოლაპარაკების პროცესს 2028 წლამდე როგორც ხედავთ, გადაკეტილია ჭავჭავაძის ქუჩა. საკმაოდ ხალხმრავალია საპროტესტო აქცია ბათუმში. გამარჯობა. ბათუმელების პირდაპირ ეთერში ვართ. რა გითხრათ თქვენი გზავნილი შესახებ? რა არის მთავარი მიზეზი, რის გამოც თქვენ გადაწყვეტეთ რომ მიგიღოთ მონაწილეობა? მთავარი მიზეზი არის თავრობა უნდა შეიცვალოს
ყოველ შემთხვევაში ესა. რატომ? რატომ და რუსული თავრობა არ გვაწყობს რა. ამდენი ომები რა გადატანილი და ამდენ ოჯახებში სალდათები აქვს არი და იმ ოჯახებს არ უნდა და მე ახლა ქართველებს ვერ გადავაგდებ და რუსების მხარეს ვერ დავდგები და ამ მე ქართველების ერთად ვარ ყოველთვის და იქნებით ერთად სულ სანამ არ დასრულდება ეს რუსული თავრობა მანამდე იქნებით აქ. რა აჩვენებს თქვენთვის იმას რომ ეს რეჟიმი ეს ხელისუფლება ქართული ოცნებას აქვს რუსული რეჟიმი? ყველანაირად თუ ყველაფერი რუსული რეჟიმით მიდის. აი თავიდან დაწყებული კომუნისტების დროიდან იგივე მიდის რა დაპყრობილი ვართ რუსების ხელში ვართ. არა ქართული ოცნება რომ ატარებს რუსეთის ინტერესებს ამას რა აჩვენებს თქვენთვის? და ბევრი რამე ახლა მე მაგდენის არ შემიძლია მაგრამ ბევრ რამეში ჩანს ამდენი ხალხი უმიზეზოდ არ გამოვიდოდნენ გარეთ რომ ეს რუსული თავრობიდან რომ ყველაფერი არ მოდიოდეს მათი კანონები და მათი პრიკაზებით მიდის ყველანაირი ცხოვრება. არავითარ შემთხვევაში არ ვეთანხმებით ჩვენ. ჩვენ გვინდა საქართველოში ვიყოთ ჩვენ და ჩვენი ქართული კანონები რომ იყოს. არანაირი რუსული კანონები. გაუმარჯოს საქართველოს! გაუმარჯოს! მადლობა. საპროტესტო აქციის კიდევ ერთ მონაწილეს უსმენთ თქვენ ბათუმში. გრძელდება საპროტესტო მსვლელობა. პარალიზებულია ბათუმში ცენტრალური ქუჩა, ჭავჭავაძის ქუჩა, საპროტესტო მსვლელობა არ ჩერდება. რას ეტყოდით ამ აქციიდან ქართულ ოცნებას? ესთეტიურად არ შემიძლია არაფრის საერთოდ. უბრალოდ უნდა წავიდნენ და დროაო. სადაც მიდიან და უნდა მარტო წავიდნენ რომ ქვეყანა შეეშვა საერთოდ. და ჩვენ გზას ავირჩევთ რამენაირად რა. უბრალოდ მოგშორდნენ არჩევნები დანიშნონ და გადავწყვიტავთ საით გვინდა და როგორ გვინდა წასვლა და საით გვინდა აგერ ხალხს გადაუღე და ნახავთ. და რა არის საფრთხე ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში? აი რამდენიმე თვეში ალბათ პასპორტებს შეგვიცვლია და რუსული შრიფტით ეწერება პასპორტს. სახელთა გვარს შორის ბოლოს დაემატება იჩ. ეგაა საბოლოო ჯამში. და ალტერნატივა მე მგონი არა არის. რა შეუძლიათ მოქალაქეებს ამ პროცესში? პროტესტის როლი როგორი შეიძლება იყოს? აი ეს მშვიდობიანი პროტესტი უკვე ბოლოს და ბოლოს უნდა წავიდეს უკანა მხარეს და მოქმედება საჭირო რა. როგორ ძალასაც იყენებენ ჩვენს მიმართ, იგივე ძალა უნდა გამოვიყენოთ ჩვენ. ჩემი აზრით. მე ვნახოთ როგორ მოგვიგებენ რა. მადლობა, დიდი მადლობა რომ გამოხატეთ თქვენი მოსაზრება. აქციის მონაწილეებმა შეუხვიეს ამ შემთხვევაში ლუკა ასათიანის ქუჩაზე, ჩემთვის უცნობია რა მნაცვლებით მიდიან. როგორც ხდები ამ აქციაზე ერთგვარად ორგანიზატორების როლი შეითავსეს სტუდენტებმა, რომელმაც თავიდან დაიწყეს საპროტესტო მოძრაობა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. და 9 ღამე გაათენეს იქ პროტესტის ნიშნად და ითხოვდნენ არჩევნების ხელახლა ჩატარება. შემდეგ ისინი შეუერთდნენ თბილისის საპროტესტო აქციას, როცა პარლამენტი შეიკრიბა და ეს შეკრება იყო უკანონო, როგორც ეს გამარტეს სპეციალისტებმა და იურისტებმა, რადგანაც თქვენ მოგეხსენებათ, რომ არჩევნების კონსტიტუციური არის გასაჩივრებული სასამართლოში და კანონის მიხედვით, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო არ მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, პარლამენტს არ ჰქონდა უფლებამოსილება, რომ შეკრებილიყო და ეცნო სხვა დეპუტატების უფლებამოსილება. შესაბამისად, კონსტიტუციონალისტების შეფასებით ჩვენ არ ლეგიტიმური ანტიკონსტიტუციური პარლამენტი ყავს და მას შესაბამისად არც იმის უფლებამოსილება ჰქონდა, რომ დაემტკიცებინა საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა. ამ მოცემულობაშია საქართველო ახლა და მას შემდეგ კიდევ უფრო გამძაფრდა პროტესტი საზოგადოებაში და მრავალრიცხოვანი გახდა საპროტესტო აქციები, როცა გუშინ რეგლიკობა ხდება, რომ საქართველო აჩერებს ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების პროცესს და ეს საკითხი აღარ განიხილება 2028 წლამდე.
კომენტარებს სათხართოდ ეხლა ჩვენ ვართ ლუკა ასათიანის და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთასში და საპროტესტო მსხვერპლის მონაწილეები მიდიან გორგილაძის ქუჩის მიმართულებით, ჩემთვის არ არის ცნობილი საითკენ მიდიან, ალბათ საუბრობთ ევროპის მოედნისკენ ისევ. ამ აქციას არ ყავს, მე აქვე გეტყვით, ამ აქციას არ ყავს იმ კონკრეტული ორგანიზატორი. აქციის ერთგვარი ორგანიზატორები არიან ის სტუდენტები, რომლებმაც დაიწყეს საპროტესტო მოძრაობა, დემოკრატიული მოძრაობა საქართველოში, პირველ რიგში ბათუმში დაიწყო სტუდენტებმა პროტესტის გამოხატვა, როცა მათ 9 ღამე გაათენეს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში, ფოიეში და შემდეგ ეს პროტესტი აღმოჩნდა საკმაოდ გადამდები, მას შეუერთდნენ სხვა უმაღლესი სასწავლებლები და ასევე დაიწყო საპროტესტო აქციები თბილისში. დასწორდეს სტუდენტები არიან ახლა ავანგარდში შეიძლება ითქვას ამ საპროტესტო მსვლელობის დროს. საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები ახლა შეჩერდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან. აი აქ არის უმაღლესი საბჭო, რომელიც ასევე კონსტიტუციონალისტების შეფასებით არის ანტიკონსტიტუციური, რადგანაც უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგებიც არის გასაჩივრებული საკონსტიტუციო სასამართლოში და კანონის მიხედვით, ვიდრე არ მიიღებდა საბოლოო გაწყვეტილებას სასამართლო ამ არჩევნების სარჩელებთან დაკავშირებით, მანამდე არ იყო სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ შეკრებულიყო აჭარის უმაღლესი საბჭოც. ისევე როგორც არსებობს ანალოგური დათქმა პარლამენტის შემთხვევაში, თქვენ მოგეხსენებათ, რომ არჩევნების კონსტიტუცირება გაასაჩივრა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ასევე 34-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა. თუმცა დაახლოებით 1 კვირაა გასული მას შემდეგ, რაც ეს არჩევნები შევიდა სასამართლოში, მაგრამ არჩევნების დასაშრობის საკითხიც კი არ განუხილავს სასამართლოს. ამ შეიძლება ითქვას ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხისთვის და ეროვნული ინტერესის მქონეს არჩევნებსაც კი ვერ მოიცალეს მოსამართლეებმა. დიახ, რაღაცის თქვა უნდა ტაქსის ერთ-ერთ მონაწილეს, დიახ, გისმენთ? ძალიან მინდა იმის თქმა, რომ სულ რაღაც 3 დღის წინ ვიყავით მე და ჩემი მეგობრები აქ უმაღლეს საბჭოს თან და ვაპროტესტავდით უმაღლეს საბჭოს
მათი შესვლა პოლიტიკოსების თუმცა პირველი წვდომა იმართებოდა უმაღლეს საბჭოში. იმ დროს ვიყავით ძალიან ცოტა და მე ვთქვი იმ დროს რომ არ დაგანებიუროთ თქვენ სიმცირეები. აი ნახეთ ახლა რამდენი ხალხი ვართ ახლა აქ და ასე გაგრძელდება და ისევ ხალხი აჯანყდება თქვენს მიმართ, რუსული რეჟიმის მიმართ და აუცილებლად დასრულდება თქვენი პარტიაში. ამას პირდებით აჭარის უმაღლეს საბჭოს. მადლობა. აუცილებლად დასრულდება რუსული რეჟიმი, თქვა საპროტესტო აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ, რომელიც ეთნიკ მოსარგებლია და ამის მიუხედავად ის თითქმის ყველა საპროტესტო აქციაზე მას ხედავ და დღესაც ის ამ საპროტესტო მსვლელობის მონაწილეა. ისე როგორც ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც შემოუერთდა დღევანდელ საპროტესტო მსვლელობას და ძალიან ხალხმრავალი გახდა ეს პროტესტი, ფაქტი რომ ეს უკავშირდება ირაკლი კობახიძის გუშინდელ გამოსვლას, როცა ქართული ოცნების ლიდერმა თქვა რომ საქართველოს აჩერებს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების პროცესს 2028 წლამდე. და ძალიან მკაფიო გახდა ისთვის აიტკენ მიდის საქართველოს რა არის საქართველოს საგარეო კურსი. ამ განაცხადის შემდეგ ერთდროულად რამდენიმე ქალაქში დაარღვევს ბათუმში და თბილისში დაიწყო საპროტესტო გამოსვლები და ამ დრომდე გრძელდება ეს საპროტესტო გამოსვლები უცვლელი მოთხოვნით რომ დაინიშნოს ხელახლა არჩევნები, ვინაიდან ეს ხელისუფლება არის ანტიკონსტიტუციური და მას არ აქვს ლეგიტიმაცია. მის ლეგიტიმაციას არ ცნობენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში. Გაკუთრა თქვენი გზავნილების შესახებ, რა არის თქვენი გზავნილი დღევანდელი აქციიდან? პროტესტი, რადგან ხელისუფლება გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, არასრულებს ხალხის დაკვეთას, ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი და დღევანდელი მოსახლეობის მიზანი არის ევროკავშირში გაწევრიანება. ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც გადაუხვევს ამ გზას, აუცილებლად უნდა ჩამოშორდეს ძალაუფლებას და ისინი არ არიან ღირსი დარჩნენ ხელისუფლებაში. ასე რომ ჩვენ ვეუბნებით არას ამ გამყიდველ რუსულ რეჟიმს. მაგრამ გააზრების პრობლემა აქვს ხალხსო, ვინც ეხა საპროტესტო აქციაზე დგასო, დღეს ირაკლი კობახიძე ამბობდა. ისი გააზრება. არ არის აუცილებელი იურიდიული განათლება გქონდეს, რომ გაიაზრო რა ხდება და კონსტიტუციური პესკობილებიდან გავედით და ხელისუფლებამ ჩამოგვაშორა საქართველოს ისტორიულ არჩევანს. ხო, აქ საუბარია იმაზე, რომ ჩვენ ახლა ვექცევით იზოლაციაში, თუ პირდაპირ ხვდებით რუსეთის ნაწილი, რუსეთის ორბიტის ნაწილი ქვეყანა. ჩვენ უკვე რუსეთის ორბიტის არეალში მოგვაქცია ხელისუფლებამ სამწუხაროდ და რაც უფრო მეტი დრო გავა, მით უფრო მეტად ჩამოშორდებით ცივილიზებულ სამყაროს და ამიტომ დრო ჩვენ საწინააღმდეგოდ მოქმედებს და აუცილებელი არის კონსოლიდირებული ერთიანი ეროვნული მოძრაობა, რის შედეგადაც უნდა მივაღწიოთ ხელახალ არჩევნებს, დემოკრატიულ არჩევნებს და ამის შემდგომ უკვე იმედია ვეღირსებით მრავალპარტიულ დემოკრატიულ საქართველოს. ანუ ხალხის ნების შემთხვევაში თუ კი ნება იქნება მტკიცე და ერთიანი, თქვენ უშვებთ რომ ამის რესურსი არის ქვეყანაში, რომ ეს მოთხოვნა შესრულდეს. თან გავყვეთ რომ ჩამორჩით მოძრაობას. ქართველი ხალხი ბუნებით არის თავისუფალი.
ქართველი ხალხისთვის წითელი ხაზი არის გადის ორ მთავარ რამეზე. ეს არის თავისუფლების, როდესაც საქართველოს თავისუფლება საფრთხე ექმნება, ქართველი ხალხი ძალიან ბრაზდება და მეორე, როდესაც საქართველო არის ოკუპაციის საფრთხის ქვეშ. ხო. ანუ იგივე ოკუპაციას პრაქტიკულად თუ ჩვენ გვეყოლება რუსეთის ინტერესების გამტარებელი ხელისუფლება. და სამწუხაროდ ამ რეალობის წინაშე დავდექით უკვე ამ დღეს ისევ ოკუპაციის საფრთხეს ვხედავთ, ხო? პრაქტიკულად ჩვენ ვართ რუსეთის მიერ კონტროლირებადი ქვეყანა ახლა, რუსეთის ინტერესები ტარდება ამ ქვეყანაში, არაპირდაპირი გზით საქართველოს ხელისუფლების გამოყენებით და შედეგი არის სახეზე. ძალიან სამწუხარო არის, რომ ჩვენი ხელისუფლება არ ემსახურება ხალხის ინტერესებს და ემსახურება ჩრდილოურ გავლენებს. ხაზი მინდა გავისვა, რომ არ ვარ არც ერთი პარტიის წევრი, არც კი ხარდამჭერშიაში ვარ არსად, რიგითი მოქალაქე, ვაპროტესტებ, ვითხოვ სამართლიან არჩევნებს ამ ქვეყანაში. ანუ ხედავთ რომ დღევანდელი საკითხი ის გამოვიდა ხალხი აქციაზე არის არა პარტიული საკითხი, არამედ ეროვნული ინტერესის საგანი. რა თქმა უნდა, აქ უმრავლესობა არის თვითდინებით, თვითორგანიზებით. სამწუხაროდ გარკვეულ მოქალაქეებს გაუჭირდა სწრაფად აქციაში შემოერთება, რადგან არ იყო ლოკაციები წინასწარ ცნობილი, სპონტანურად მიმდინარეობს და იმედია უფრო მეტი ორგანიზებულებით და უფრო მეტი. კი, აი ჩანს რომ გზადაგზა იგეგმება ეს აქცია, ხო? ან საერთოდ შეუხვევთ იგივე აქციის მონაწილეები, ან საერთოდ წახვალთ, ესეც იგეგმება გზადაგზა. ანუ კონკრეტულ ლიდერი ან ორგანიზატორი არ ყავს, იმიტომ რომ ბევრი ახლა კითხულობს. არ არის კონკრეტულად კომენტარებში რომ საერთოდ მიდიხართ ან სათხართ და ასე შემდეგ და ეს საპროტესტო ცდილობა არის ბათუმში, ხო, ბათუმის ქუჩებში და შეუძლია ნებისმიერ სოფლებში შემოუერთდეს ამ საპროტესტო ცდილობას. ჩვენ ახლა ვართ ბათუმის მერიასთან. დიდი მადლობა, ეს რუსტან წულუკიძე იყო მოქალაქე, თქვენ მის პოზიციას ისმენდით. ამჯერად ბათუმის მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან შეჩერდნენ საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები.
დაუკავებია ადგილი მერის ადმინისტრაციული შენობების წინ, შემიძლია გაგაცნოთ ბოლოს სიახლეები ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი გამოეხმაურა ბოლო პროცესებს საქართველოში. ყველა გავხდით მოიწვია როგორ იძლევა პოლიცია მაგისტრალს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ჯობინ დანიგანი. მე ვკითხავ ციტატას ერთ წელზე მეტია საქართველოში ჩამოვედი, მას შემდეგ მუშაობ აშშ და საქართველოს ორმხრივ ურთიერთობების გაუმჯობესებასა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერად. სამწუხაროდ, პრემიერ-მინისტრის განცხადება იმის შესახებ, რომ ქართული ოცნება არ გეგმავს მომდევნო 4 წლის განმავლობაში ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას, ბოლოა იმ ქმედებათაგან, რომელიც ამ მთავრობის ერთგულებას დასავლური კურსის მიმართ კიდევ ერთხელ აკენებს ეჭქვეშ. აღსანიშნავია, რომ მთავრობის ამ განცხადებამ კრემლის მყისიერი შექება დაიმსახურა. უშ ღამით ჩვენ ყველა გავხდით მოწმე, როგორ იძალა და პოლიციამ პროტესტის დროს დაკავებულ მონაწილეებსა და ჟურნალისტებზე მიუწოდა მთავრობას დანიგანის სტატიას მე შევიხსენებ რომ მექალაქეები აპროტესტებენ ქართული ოცნების მთავრობის განწყობილებას ევროკავშირში გაწევრების შეჩერების შესახებ. სპეცრასმი ღამით და გამთენისას ფიზიკურად გაუსწორდა არაერთ მომიტინგას, მათ შორის უფლება დამცველ ნიკა რომანეც დაშავებულია 20-ზე მეტი ჟურნალისტი, რომელთაგან 2-ის ქირურგიული ჩარევა დაჯგირდა. გასულ ღამით დაკავებულია 43 ადამიანი საპროტესტო აქციებისას. დაკავებულ ადამიანების ბრალი წაუყენეს ტრადიციული მითებით, რომელიც პოლიციის კანონები მოხდა დაუმორჩილებლობას და წრომახულობას გულისხმობს. ხალხი გელოდათ საბაგიროსთანო, თუმცა მე შემიძლია ის გითხრათ, რომ არ არის კონკრეტული ორგანიზატორი ამ აქციაზე.
და სპონტანურად მიიღება შეიძლება ითქვას გადაწყვეტილებები ეს საპროტესტო მსვლელობა ამ დროისთვის გრძელდება ბათუმში და ეხლა საპროტესტო აქციის მონაწილეები არიან ბათუმის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ ლუკა ასათიანის ქუჩაზე ასევე აქციის მონაწილეების ნაწილი რჩებიან და იკრიბებიან ევროპის მოედანზე აიქრიალებინათ საქართველოს და ევროკავშირის დროშები. თქვენ ახლა კადრში ხედავთ მერის ფანჯარაზე შემომდგარ ბათუმის საკრებულოს წევრებს, მათ შორის რეზო ხარავს და ბაშინ ეკობისოს. დააფრიალეს ბათუმის მერის შენობიდან საქართველოს და ევროკავშირის დროშები. გრძელდება საპროტესტო მსვლელობა, როგორც თქვენ ახლა ხედავთ კადრებში, ჩვენ ახლა ვართ ბათუმის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ, ლუკა ასათიანის და გორგოლაძის ქუჩების კვეთაში. ცოტა ხნის წინ ბათუმის მერიის შენობიდან აი ამ ფანჯრიდან აფრიალეს აქციის მონაწილეება ევროკავშირის და საქართველოს დროშები. კარგები, წარმატებები, მშვიდობა. გასაგებია მოქალაქე, რომელიც უმეტოდა პოლიციელებს და უხდიდა მადლობას იმის გამო, რომ პოლიციელებს არ შეუშლიათ ხელი იმაში, რომ
აქციის მონაწილეებს გადმოეფინათ და ევროკავშირის დროშა ბათუმის მერიის ადმინისტრაციული შენობიდან თქვენ მოგხსენებათ რომ ევროკავშირის დროშა ახლა კიდევ უფრო მეტად სიმბოლური დატვირთვა შეიძინა საქართველოსთვის მან შემდეგ რაც ქართულმა ოცნებამ განაცხადა ღიად რომ შეაჩერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების პროცესი და ეს საკითხი აღარ განიხილება 2028 წლამდე. როგორც ხვდები, საპროტესტო აქციის მონაწილეები მიდიან ისევე ევროპის მოედნისკენ, სადაც გაგრძელდება საპროტესტო აქცია. გამარჯობა. რომ გაგესაუბროთ თქვენი გზავნის რო გითხრათ ამ აქციაზე. ალბათ ერთია თავისუფალ საქართველოს. რა არის ახლა საჭირო როგორ ხედავთ ამისთვის? ძალა ერთობაშია. მეუბნება ჩვენი სლოგანი. ან მოქალაქეები თუ კი დავდგებით ახლა ერთად და იქნება ფართომასშტაბიანი ეს პროტესტი თქვენ ფიქრობთ რომ ამას ექნება შედეგი? საკმაოდ ვიცნობთ რომ ხალხს დიდი ძალა აქვს და ნამდვილად აქვს. ოღონდ ამისთვის ჯერ ხალხს მოყიდება სმენა. შემდეგ შეუძლებელი არაფერია. რას ეტყოდით ქართულ ოცნებას? დადგეს ხალხის გვერდში. ემსახუროს ქართულ ხალხს. მადლობა თქვენ. გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება. ასეთია განწყობა ბათუმში საპროტესტო აქციაზე, გრძელდება საპროტესტო მსვლელობა. ეხლა გადაკვეთეს აქციის მონაწილეებმა გორგილაძის ქუჩა. საკმაოდ ხალხმრავალია ეს აქცია ბათუმში. მოგესალმებით, რომ გაგესაუბროთ, რა არის თქვენი გზავნილი ამ აქციიდან? ჩვენ უბრალოდ ხას ინტუიციის დონეზე შეგვიძლია ვიფიქროთ, ვიჯელოთ, თუ რა ჯობია ხვალინდელი ქვეყნისთვის. ინტუიცია კიდევ გარნახავს, რომ ევროკავშირისკენ მოძრაობის შეჩერება ეს მხოლოდ ცუდად იმოქმედებს ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის. ანუ რა მოხდება თქვენი ინტუიცია რას გარნახობს და რა თავისი გაცნები აქვს ქართულ ოცნებას როგორ ჩანს ხო პუტინმაც მოუწონა მას განწყობილებები რუსეთის პრეზიდენტმა ჩვენ რა შეიძლება გავაკეთოთ მოქალაქეებმა რომ ხელი შეიშალოს აი ამ ამოცანას რაც აქვს ქართულ ოცნებას უბრალოდ პროტესტის თავისუფლება თუ იქნება და ამის შესაძლებლობას ეს მთავრობა მოგცემს მაშინ გამოჩნდება რამდენი პროცენტით ნამდვილად უნდა ხალხს ცვლილება რამდენი პროცენტით უნდა ხალხს შეჩერება ევროსტრუქტურებისკენ მოძრაობისთვის და საერთოდ ჯამში დასწრა უნდა გააკეთოს ყველა. მე არც ერთი პარტიის გულობისთვის აქ არ ვდგავარ. მე ჩემი ქვეყნის ხვალინდელისათვის ვდგავარ. ეს არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ნახეთ გუშინ როგორც სასტიკად მოექცა პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეებს ხო თბილისში დაარბიეს ეს აქცია. ასევე იძალადეს ჟურნალისტებზე მასობრივად ამას ტენდენციის სახე ქონდა. რატომ მოიქცა ასე ხელისუფლება თქვენ გადასკვრა გააკეთეთ? ვიცი ყველა ადამიანია ეს პოლიციელიც ადამიანია მასაც ოჯახი ყავს ისიც გაიყენა დილის 6 საათამდე ხალხიც აღშფოთებულია ეს გასაგებია ეს შეიძლება ნებისმიერს მოუვიდეს ეს ემოციური აფეთქება ისეა თუ ასეა ამ აქციას ამ პროტესტს აქვს საფუძველი და თავრობა უნდა გაითვალისწინოს რას ეტყოდით თანამოქალაქეებს ეხლა რატომ არის მნიშვნელოვანი პროტესტი დღეს მე ვერ მოვუწოდებ ვერავის, უბრალოდ ჩემ თავში ვფიქრობ, რომ ინტუიციის დონეზე ისე ვამბობ, ინტუიციის დონეზე ვფიქრობ, რომ ევროსტრუქტურებისკენ მოძრაობა მხოლოდ უარყოფითად იმოქმედებს ჩვენ ქვეყანას. თუ კი გაჩერდება ეს პროცესი, ხო? გაჩერდება პროცესი, არ დაიხოცება სასამართლო, ისე დარჩება შეკითხვები ყოველი არჩევნების შემდეგ და არ დავითარდება ქვეყანა სწორად რა. ხო და თარაცოდ ეს უკვე მიტაცებულია ეს ძალაუფლება ესე გამოდის ეს ლაპარაკობ არალეგიტიმურ პარლამენტზე ხო თუ უსმენთ დღეს ირაკლი კობახიძის გამოსვლას მის ბრიფინგს რა ჩანს ქართული ოცნების ლიდერების პოზიციებში ჩემი აქ ყოფნა უკვე ამბობს იმას რომ რა მომწონს და რა არ მომწონს არა ეტყოდი თუ არა რაიმე გაქვთ რა გზავნილი რაიმე გზავნილი ქართული ოცნების მიმართ არ ვიცი დიდ პოლიტიკაში ვერ ჩავიხედები, არ ვიცი იქ რა ხდება კულუარებში, პოლიტიკურ სამზარეულოებში ჩვენ ეს პროცესები მარტო ქვეყნის მოვლენებზე ხო არ არის დამოკიდებული, ეს გლობალური პოლიტიკის
ნაწილია და აი იქ რა ხდება ღმერთმა იცის უბრალოდ კიდევ ამბობ ინტუიციის დონეზე ჩვენ შეგვიძლია გადავწყვიტოთ რა ჯობია ქვეყნისთვის ჩემი აზრით ქვეყანას უნდა ემოძრავა